Სალამი ჩემო ოქროებო და აი ნანატრი making off-ი, რომელიც შეგვირდით, ეხა დაიწყება. გაგახარებ და გეტყვით, რომ ეს არის 2 საათიანი making off-ი. ვიცოდი, რომ პატარას არ მაპატიებდით, ამიტომაც გავაკეთეთ 2 საათიანი. იმედი მაქვს გესიამოვნება და გეტყვით, რომ ამ making off სერიალის წარმოგიდგენთ ჩემი მეგობარი კომპანია შამანი, რომელიც სულ ჩემთან ერთად არის, ვინც არ იცით რა არის, ეს არის სოკოების დანამატი, სუპერფუდი, რომელიც საოცრებებს ახდენს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს და ყველაფერი გადაყავს ერთი საფეხურით და მეტი საფეხურით მაღლა, ასე რომ თუ თქვენ გსურთ, რომ ჯანმრთელობაში, მენტალურ ამბავში შეიტანოთ ცვლილებები, ეს პროდუქტი თქვენთვის არის. აღწერაში ლინკი იქნება. მადლობა მათ, რომ გვეხმარებიან ამ პროდუქტის კეთებაში. ახლა კი მე ჩავიწვეთ ოპერეიშს და დავიწყოთ. მე გახლავართ ედმუნდი. თქვენ შეგიძლიათ მუნდი დამიზახოთ. ალექსანდრე ბეგალიშვილი მსახიობი, წარგიდეკით. მე ვარ გიორგი ყველაშვილი, გამარჯობათ. თამაშობ ჰამლეტს. მე ვარ პაკო. გოგა მოძმანაშვილი მსახიობი. გამარჯობა, მე ვარ ჯეჯი ხირტლაძე, თამაშობ ვლადს. გიორგი ტორიაშვილი. და გავაგრძელო ვინვა? ხო, ტორიკა. თორნიკე სეხნიაშვილი, სერიალის დამდგმელი ოპერატორი. გამარჯობა, ვაჟა კვინიკაძე, გამონათებელი. გამონათებელი არა, შეჭებაელი. აი. ასაკეთებ თორნიკე? უბრალოდ ვარბილებ. შუქსა? შუქსალი. რამდენიერი ვარ რა ეს რეალურია ჩა. ეს არის ნამდვილად მიაყოლა, გარი უგემრიელეს. ეს პურია ხო? გარი მაგის დიახ, ბურბურშია და დიახ. თორიკაც ემზადება, ხო, როლში ხარ. როგორ ამოიხედა. რადგან making off-ია უკვე მაკუფლება, რომ გაჩვენოთ რას გავარ. ესე იგი სერიალი უკვე ალბათ გასულია ეს შესაბამისად. ესე იწყება. პირველი სერიის პირველი გადაღებებია რეალურად. ტრუპისთან გუში გადავიღეთ პატარა სცენა და დღეს აი რაღაცა დაიწყო ნელ-ნელა ვქოქავთ. რა გახდებოდა, რა ყოფილიყო და ეს დარის სულით ასწავლული შეხედე ბიჭო რა ასე. არ მომაკვდება, შეუსწავლად არის. რა უნდა გქონო? ალაი. ავსტასა. მარტო. და მონასტერი. ჯარში თუ ჩაიბარებენ მაგ მოდები. არა, პატარა რას ფოკუსია ძა. არ არის ცუდი რას ფოკუსი. არის, ეგ არის. გინდა შენ ერთი? არ მინდა არა. არის, აბა რა გინდა. პირველად რო გითხარი ამის შესახებ, რა იდეა, რას ვაპირებდი, როგორ ვაპირებდი, ეხა გულწრფელად თქვი თავში რა მოგივიდა და მოყევი. გულწრფელად გეუბნები, აი ვამპირები იმდენად მევასება, ეს ვამპირები და ეგეთი რაღაცეები, ფილმები და სერიალებია. და ვაფშე რა მისტიკია და რაღაცეები, რომ ძალიან აი პირველი რაც გავიგე, რომ ვამპირები უნდა ყოფილიყავით, ძალიან გამისწორდა ძალიან, იმიტომ რომ აი რა, უცებ ჩემი თავია, რამოდენად ვერ წარმომედგინა მაგ ამპლუაში თუ როლში, როდესღაც, რომ ვამპირს ვითამაშებდი ოდესმე და უცებ თქვა და მაგის მომეცა და შესაძლებლობა და რაღაცა. მაგარი მოულოდნელი და სასიხარულო იყო რა მოკლედ. დავიბენი, არ ვიცოდი რა გამომივიდოდა, რა გამოგვივიდოდა და თან მომწონდა, რომ რაღაცა გამოწვევა, რაღაცა ესეთი უცნაური ეგეთი როლი მე არ მქონია ჯერ
თან ვამპირი, თან მწოველი. ხო და ძალიან ინტრიგა მქონდა და ძალიან მაინტერესებდა რა გამოვიდოდა. ხო და მე მგონი გამოვიდა რა. განვიხილეთ კიდევაც ის რაღაცა პერიოდი, რაღაც ნახევარი საათი ვლაპარაკობდით მაგ თემაზე და ძალიან მოგვეწონა რა და ვიცინეთ რაღაცეები ვილაპარაკეთ. შვენიერი იდეა იყო. არ შეგეშინდა? არა. შიგა აქვს არის ფიქრე ცოტა? არა. არა? არა. შენი მესიჯი რო წავიკითხე, მეგონა რომ თეატრიდან მიშვებდნენ. და მეგონა რომ დოი ვერ მეუბნებოდა და შენ უნდა გეტყვა რა. ბიჭო, ისა დოი შემხვდა და ვერ გელაპარაკება მოკლედ რა და მე გეუბნები რა თეატრიდან დათხოვილი ხარ. საოცრება იყო რომ მითხარი რომ ვამპირი უნდა მეთამაშა, აი მარველის ფილმები რო იწყება, ხო იცი ეს კომიქსები. აი ესე ლინკებს მიყრიდა რა, გონება ყველაფერი რაც ვამპირებზე მქონდა ნანახი, ყველაფერი ერთ ბაშად მომაწვა რა. რაღაცა ძალიან ბედნიერი და ისეთი ვიყავი, ამაყი ვიყავი რომ მიწევდა ვამპირის თამაში. და რაღაც სასიამოვნო პანიკა მომიცვა. არა, ძალიან საინტერესო იდეა იყო, უბრალოდ მე ჩემ თავს ვერ ვხედავდი ამ როლზე და ეგრევე გითხე რომ აი ნამდვილად მე ვარ თქო, ანუ ეგ ვიკითხე პირველ რიგში და დანარჩენი რომ იდეა ძალიან მომეწონა და ძალიან საინტერესო იყო. ვინც დანარჩენი მსახიობები ვინ შეარჩი, ყველა დავინახე აბსოლუტურად ჩემს თავს ვერ ვხედავდი ვერანაირად. ეგ რო კითხავთ ყველაში. მართლა, ეგ დღეს ყველა? კი. აუდა მეთქო. ეხლა რო გავიდა ყველაფერი ხა ფიქრობ გწდები. არა, ეხაც ეგრე ვფიქრობ. აი ვერაფრით ვერ დავაბუღავე მაინც. ვინ ბიჭო, ტორიკა ვერ დაამუღავე? ხო, აი იცი როგორ არის, რაღაცა ნელ-ნელა უფრო ვაბუღავე მე მგონი. ეხლა რო ვაკვირდები ხოლმე რაღაც სერიებს, ანუ პირველი, მეორე, მესამე, აი მესამედან უფრო ვიჩიტები იმ პოინტში, რომ აი უფრო ხვდები რას ვაკეთებ. ანუ ჩემი მხრიდან თორე. ჩემი მხრიდან ვიცი, თავიდანვე ვიცოდი რა გინდოდა და მე მგონი მოგხვები, უბრალოდ. მე რაც მინდოდა. ჩემს თავში ვფიქრობ, რომ ეგ არის. მე ჩემს სათქმას მანდ ვერ დავждები, ვიტყვი. ვამპირებზე რომ მელაპარაკე. ძალიან დავფიქრდი რაღაცეები ტვინში ამოტივტივ და ეგრევე რა მაგ ნანახი. რა სტილია, რადიკალურად სხვა სტილისტიკაა და სანამ გადაღებას დავიწყებდით, რადიკალურად სხვა რამეს მეგონა რომ სხვა რამეს ვიღებდით ვაფშე. მაგრამ რო ავედით იმ გლდანის სახლში, თუ მამკოდის სახლში, რეალობა დავხვდა საერთოდ სხვა. აი ალბათ მაყურებელიც ნახავდა, რომ აბსოლუტ სინემა და რაღაცები რო იწერება, მე-6-ზე იწერება რეალურად ეგ ყველაფერი. მანამდე აი საშუალება არ იყო, რომ რაღაცა ანუ ოპერატორული ამბავი, რაღაც გადაღების ამბავი, რაღაც ისე მომეყვანა რა ფორმაში, მომეწყდა. არა, მე წაიღო და წაიღო რა. ბოჭეს აკრობს კოჩებს, შეიძლება გაცნობება. ახლა დაისეთ სასახლეებს, რომელიც მე რო ჩაბნელდება ოთახი, აქ თლიანად ყველაფერი აინცა, ბუხარი აგის გიზდება და ლამაზ ვიზუალებს მივიღებთ. შესანიშნავი დგას გიგონება ლოცულობს ან ჯვარს იწერს, მაგრამ შემდგომში აი ამ ფაქტურებს აძლევს ბოთლებს. შეიძლება გაცნა ესეთი ლამაზები გამოდის ერთში. ჰამლეტაც სახეზე არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ დღეს მხოლოდ წელს ქვემოთ ჩანს და ესე ეტიკეტი ვინ მოაძრო? შენ რა თქმა უნდა. და ძირს 6 ლარით მეც დაგერიცხა მაგის გამო. სულ ყველა 6 ლარი თითო ბოთლი. 6 ლარი თავი. ბოთლი რა. და გამოვიწერდი eBay-ზე. აი, ვიღაცა ჩინელი ბოთლი ახერავს. აი ჯანდაბ. რამდენი ბოთლია? რაც ჩინელი ხომ სერიოზული კონკურენტია. ეს არის გაკვეთილი ყველა მეამიტი და ცნობის მოყარე ადამიანი. მაგიდაზე ეს ჩანს ესე? არა. აი ეს არის ჩემი ისტორია. ეს არის გაკვეთილი ყველა მეამიტი და ცნობის მოყარე ადამიანისათვის. მე დაბადებული როგორც თავისუფალი ადამიანი გავხდი მონა. მონა ის არის საერთოდ ამჯერად. კუბოს საწმენდისა და წარკვეთილო. რა ხმაზე ციტყვი? კუბოს საწმენდისა და წარკვეთილო. და. და ძალიან ხვაყვი. მე დეჯიჩი შავუწევი. კუბოს საწმენდისა და წარკვეთილო. და. მოვედით გადასაღებოედანზე. ჯერ ჭამით ვართ და კავრი. აგვა ხო ის არა ხე რამე დასასწინებელი.
მან თავარი მანქანაში მაგ მაჩეტე. ლება მან თავარი ძალიან გაუგეთ ერთმანეთ დასასხმელიო და ამან მაჩეტეო მის ხმა არა გვაქვს და მაინც ორი წამი დამოვიდა. დავაი. ხო და მე არ ვიცი ეს. გამომხედე ლამაზი თვალებით შიგენაც მე იყო 15. აი ესა იჩე. გამომხედე გახდა ჰამლეტ ვლად შენ ეგ ჩაიტანიე რა ჩაისვე უკვე. არ ჩაიტანიე ეგ რა ესა ყურაგაა თუ რაღაც ამაში უნდა ჩავას ხა? ესე ხო ჟოჟო. ხო ცადეთ რაღაცა მე არ ვიცი კარგია ეს ეს. არ არის ის ძალიან გზელი იყო წინაზე ეს. სუესე შევიდა ამ სცენაში რამდენი კაცია? 3? 4 მაგრამ მე 5-ად შემოდის ბოლოს შეხედე შე სცენაში ხორცი აღარ გჭირდება და იგრევე მწვადა ტაქსი შეხედე რა დღეშია მიდი ამას გადაგდებას რო უპირებდი შეჩემ ამ ეს. დავა უშე გენაცვალე უშე გენაცვალე ეხა მივხვდი დადე ეგ და რაღაცა და მოდი აქო. ო ეგ არის ამ დროს ეს ყნოს აქვს კამერას და მე უკვე გავკოჭა. წააცხელია. აუ, შოთომაც აუსვი. მოდი, მან დრომად მოვაყარე ძა. პროსტა იმას ქენი აქვს. ეს შამპური დამიდეგის გამისტორე. ეს შამპური გამისტორე. აი ეს ის. ო, გადამისწონია ის. საკონლებია შეხეში გაუყარე გამოიღე. არ უნდა დაგე. ჯორამ დახეხა რომ მე სონია უხაზა. არ უნდა გაუყარო. რაჯერ ახსენე შენი პროგრამა. არა, ნუ ჩემს სოლს ერქვა და ეს სონია იქიდან გამომდინარე. ხო და სონია სონიას ტრაქტორი გაგიგავდო. შენი პროგრამა ეს რო გითხრა რა დაშავდება. სონია თვის წყნავდა. დადე ეგ შენი სონია და მოდი აქ. ეგან მოხდა საოცარი რაღაც სცენას ვიღებდით რა გარეთ და ეხა თორნიკე წასულია რომ ელემენტი გაგვშთა და მოკლედ სანამ მოვდიოდით რომ ვიღებდით შუა სცენის დროს უკან მანქანა მოვიდა რა და ეს მანქანა გვიყვირის რაღაც რა ასიღებთო გვიძაბავს რაღაცებს თურმე აქ რაღაცა პრობლემა ქონია ნაკვეთებს უკანონოდ ღობავენ და იღებენ და მოკლედ ეგ ეგონა და ჩვენ აქედან უყვირით ეს კაცის გვიყვირის ეს კაცი ერთ-ერთი 60 წლის არ ვღადაობ რა და უცებ ესე მიყურებს და კაი პაპაო დაწყნარდიო ანუ პაპისტოლა კაცი ვეგონა 60 წლის კაცი. ანუ ერთგვარი კომპლიმენტია ალბათ. იცით რატო არ გვეცინება ახლა? იმიტომ წეგან ეს დუბლი უკვე ჩავწერე. ისტორიის. და წეგანზე პროგრამად და ძალიან მაგრად ვიცინეთ ამ ყველაფერზე, ხო ხდები და წეგა კარგაცაც მოვყევი, მაგრამ თურმე რეკზე არ მქონდა დაჭერილი და ეხა მქონდა. არა მე მაგრამ მომეწონა. არ არის გახედვა ძალიან თესლი იყო. გახედო, არის. დავაი, გაიმზადე. მე ისე ჩავყიდო, ხო. ხო, დავაი. 3 2 1 არ იყო, კაი იყო, ერთის დავაზღვიოთ. ბით არ ჩაკლავოთ ბოლოს რა, სად ვიმყოფე. ესე არა. 3 2 1 ესე გამოიყურება ყველა სახეები ღამის 3 საათზე. თქვენ ხართ ჩემი ბატონი. გოგო მორჩებოდი 12-მდე, მაგრამ ღამის 3 საათია და კიდევ ერთი სცენა გვაქვს დარჩენილი გარეთ ყინვაში. კარჩე 5-ის ნახევარია და 13 წუთი. როგორ გძნობთ თავს მეგობრებო? ჩემი ენერგიულები. მაგრამ კარგი დღე იყო ძმაო ძალიან საკაიფო დღე იყო. ღირდა. ჩიტი მძღვნად ღირდა. სამაგიდოებზე რა სიტყვი? გაიხსენე სამაგიდო რო ვიკრიბებოდით. სამაგიდოებისგან დამამახსოვრდა ის რომ სამაგიდოები არ მახსოვდება კარგად. იმიტომ რომ სამაგიდოების დროს რაღაცეები ძალიან ისე ვაფუჩეჩებდით ჩემი აზრით სამაგიდოებს. შენ არა, ჩვენზე მაქვს საუბარი ვამპირებზე. შენ რასაც გვაწვდიდი და მუშაობის პროცესში სამაგიდოების დროს კაი იყო, მაგრამ ჩვენ თვითონ რაღაცეები გავმაზეთ ჩემი აზრით და უფრო კამერის წინო დავდექით, უფრო გაიხსნა რა ჩემი აზრით რაღაცეები.
სულ მაგისკენ მივისწრაფოდი, რომ მეთქი ბევრი, რომ რაღაცა ურთიერთობები დაიბადოს, რაღაცა შევქმნათ, რაღაც ქიმია გაჩნდეს. მაგრამ რაღაცა არ გამოგდიოდა. სამაგიდოები დამაკლდა. მე მაგალითად დამაკლდა რა. მე იქ რაღაცებს ვიგონებდით და იქ რაღაცებს ვაცოცხლებდით და ცოტა იყო რა. ო, ცოტა იყო. ჩემთვის ცოტა იყო. სულ ორჯერ ვიყავი სამაგიდოებზე და მესამედ კიდე ვერ მოვედი, მთვრალი ვიყავი. სამგეს უმთვრალი იყო, ხო? ერთხელ ვიყავი, ეხლა ვერ მოვედი ერთხელ, ხო და ორჯერ მოვედი. ну ცოტა მცირე იყო, მაგრამ არა უშავდა, რაღაცეები პატარები განვიხილეთ იქ რა და მაგრამ თლიანობაში მაინც სცენაზე გამოჩნდა ყველაფერი რა. სამაგიდოები მახსოვს ცუდად, ოღონდ რატო იცი? ყველა პერსონაჟი გავიგე და მივხვდი ვინ იყო და რა იყო, აი ჩემი პერსონაჟი იყო ჩემთვის ძალიან გაუგებარი რა. რემარკებიც მახსოვს, აი პაკომ რაღაცა თქვა, აი გადავიდა მე ჰამლეტი ისა ვლადიკის ზის და ბუხარში იყურება. ხო და აი ვერ ხვდებოდი ეს ტიპი როგორი უნდა ყოფილიყო კარიკატურული თუ პირიქით რაღაცა ძალიან გულშათხრობილი ესეთი ტიპი რა. და აი ამ ორჭოფობაში ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ენერგია წავიდა და რაღაცა სოწარკვეთილებაში გადამაგდო რა. ეს პირველი სერია. ეს სამაგიდო როცა მქონდა რა. შენ თუ გახსოვს სად გააძრე, როგორ მოხდა, რომ ვლადი თლიფინებს. იქ იყო სამაგიდოებზე, როცა ჩანაფიქში არ ყოფილა. კბილები რო გავიკეთეთ, მახსოვს ეს კბილები ხელს გვიშლი და მეტყველებაში რა, და ცოტა სლიფინი მოვყვებოდა. და მე რადგან ამ გაუგებრობაში ვიყავი, რომ არ ვიცოდი რა ობრაზი გამეკეთები და მოვსინჯე და გახსოვს და რაღაცა და აჰა და 80 სიცილი და მე ყველამ დავტოვეთ შლიფინი და ამ შლიფინით რაღაცნაირად ობრაზებში შევდიოდით. აი მე და ბეგალა ვიცოდით ხოლმე სანამ გადაღება დაიწყებოდა. ერთმანეთს უგზავნიდით ხოლმე მესიჯებს. და ამითი რაღაცნაირად შევამკეთ ჩვენი როლები და ახთა ის რაც გაკეთდა. ცეცხლია ინთო. როგორ არის ბეგალე? ცეცხლია ინთო. გავეთავი ლამაში. გავეთავი თამაში. და სამაგიდოებზე იყო ზუსტად ეგ პროცესი, როდესაც ძალიან არეული ვიყავი და აი ნამდვილად ვერაფერს ვერ ხვდებოდი. თან პირველ სერიაში შენ არ ჩა. და ეგ ყველაზე რთული ეგ იყო, რომ არ ჩანდი და რომ უნდა რაღაცა ტექსტი უნდა მეთქვა ისე, რომ რაღაც არ ვიცი. ზუსტად ორგანული ყოფილიყო და ზუსტად მომეცა შენთვის რეპლიკა და არ ვიცი, მადლობა თორნიკეს დავყვებოდი უკან ესე, რომ ესე დავდიოდით ერთად. სამაგიდოები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეხლა სიმართლე გითხრა, რა პროექტებზეც მიმუშავია, სამაგიდო საერთოდ არ მქონია არასდროს. ერთადერთხელ იყო ძალიან დიდი ხანი დავდიოდი კასკადიორებთან რა გადაღებაზე, იმიტომ რომ იქ ქორეოგრაფია უნდა გვესწავლა რა. ეგ რადიკალურად სხვა რამეა, მაგრამ ეხლა სამაგიდო არ მქონია ესე მსახიობთა რეჟისორთან ერთად, ანუ რაღაც ფილმზე, კინოზე. საინტერესო გამოცდილება აქვს, იმიტომ რომ ამუღამებ რა ვინ როგორი ტიპი არის. ვინ საიდან შეიძლება წარმოიდგინო და ვინ რაღაცა რას იზავს რა კადრში. და ანუ მე როგორ მუშაობ, იცი? ეხლა იცი რა ხო იცი? მე ვიცი. ბიჭო, მე ძალიან მიყვარს მაგას შენთანაც ხას უსვავდი, ეხლა სანამ ესე დავახლოვდებოდით და ჩავწმაკაცდებოდით ძალიან, რომ არ გეგონოს მეთქი, რომ სცენარში გერევი და რაღაცა, უბრალოდ ანუ სცენაში მიყვარს რაღაცების მოდი ესე ვქნათ რა, ანუ ნაბიჯის გადადგმა კი არა, აი ესე უკეთესი იქნება რა. და აი სამაგიდოებზე ეგ დამეხმარა, იმიტომ რომ სავარაუდო ანუ ამბავი, ანუ ის როგორ შეუძლია რაღაცის კეთება, უკვე მე ჩემი ხედვიდან რაღაცებს პატარებს ვამატებდი ხოლმე და ასწორებს. გადაღებაზე ხარ ამოსულითო ამის საკეთებლად აქ. ერთ-ერთი სცენაში. ერთ-ერთი რა გითხრა, შენ დგავ ხო ესე? კაროჩე სახლი გლაგდება, მსახიობებსაც ველოდებით. რაღაცები ამასულები არიან და ამასულობაში შოთიამ გასაწყვიტა და ეს საქონლობა გაეკეთებინა. ეს საქონლის წმინდა. ხო შენ შემოდი. ჯვარი აქაურობას. ეს კუბო გამოგვიგზავნეს გადაღებისთვის. როგორც ხვდებით, ვლადს ჭირდება, ასე რომ ჯვარი აქაურობას პირველად მაქვს ესეთი გადაღება, სადაც კუბოსთან მაქვს შეხება.
კაი, მიდი და. ძამბოლია, ცოტა გამოაქვს უკვე. კარგი ხარგიო? კარგი ხარ შენ. Расага. La, lieta. Altai kuko. Კაცელდი. გამოსასვლელია, კაცი აღარა. სკოლა 212 რაღაც არა მომწონი, ხო იცი რაღაც საერთახატული. ora ჟუტკის ანავია. ენერი კაცი ხარ. პაპო, კუპოში ძაღლული. ამპერსი უნდა გამოჩნდეს ყველა პონჩი. ყურე შენ ჩემ ზურგს უკანიყავი, ტორიკა ხარ, ხო? მიხვდი ჩემ ზურგს უკანიყავი და რომ გამოაღებ. ეს ანუ ტრუსიკიდან აატარე ესე რა. აქ შეხედეთ, ორსული ძალები ყავს ეს. ჩვენთან ერთად არის ამდენი ხანია. მე რა საყვარელია, ბიჭო, არ შებილია. გადაცდა უკვე 3-ს. 4-ის. ალბათ 6-მდე ვართ დღეს, ცოტა მეტი შეიძლება. ძალიან კარგი დღე გველოდება ხვალ. ოზმანა ხო არ მოვიშოროთ. ზოგადად? განდონის თემაშიო? განდონი არ პირდაპირ მნიშვნელობით თუ გაიგებთ. უბრალოდ განდონობის. არი ეგეთი სცენა. გეძინებათ? არა რა სისულელი. ხოდი არ დააგდოთ, რომელი საათია? წავედით კლუბში ახლა. რომელი საათია? კლუბში წავედით ახლა. 5:09-ია. ადი კლუბში წავედით ახლა. კლუბში. ეხა იწყება ნამდვილი გადაღებები, ბიჭო, დილის 5:09-ზე. ხო, თოკო, ხო ეგრეა. დაიწყო. აბა რა, ტორი ხო ხარ ყველაზე ხოძე, ლამაზო, შეგენაცვალე. ყალბი ვართ, მაგრამ არა უშავს. აი, ყველაზე ნამდვილი სახე, რომელიც გამოხატავს ნამდვილ მდგომარეობას. როგორ ახარ? ბატონი ცუპაკა. გამარჯობა. ვემზადებით, ვალაგებთ. გვეძინა 13 წამი, მაგრამ არა უშავს. სხვა გზაროსა არა გაქვს. 13 წამით საქმე არის. აქედან მერე არის შონზიკა ამოვა, ხა ეკაკრას მომწერა და მერე მანქანის სცენები. 3 2 1 ალო. არა, რამ ძინავს ვარჯიში. ესეთი მეიკინგ-ოფებიც გინახავთ. ოპერატორი შეჩურთული ბარგი ბარხანაში. დილის 5 საათი და მანქანის სცენას იღებს ესაძღალი ბიჭი. ესაძღალი კურდღელი ძლიერად გაგვიხდა. არც და ფილო ეამა ჩაბუჭკრა და გაგვიხმა. აი ხა რო უყურებ პოსტფაქტუმ 6 სერია დევს. ხო. ედმუნდი ცოცხალია, არსებობს, ხალხს უყვარს და ასე შემდეგ. რა შეუკვეთე რა ჩამოვიდა არის, ანუ როგორიც წარმოგედგინა ეგეთია? თლად არა, ნუ დაახლოებით ეგ ტიპი არის, მაგრამ ცოტა რა, მაინც მე ჩემ თავზე ვიტყვი, მე ვისაუარ რა, ხო იცი თქვენ რო ვისაუარ. გეი ხარ თქვა. გეი ვარ, ბებერი გეი. არა, ბიჭო, ძალიან კრიტიკული ვარ რა, ჩემი ხმა მაგიზიანებს, რაღაც ძირითადად ხმა. აი ესე რომ ჩხლიფინებ ახლა იმ ედმუნდის არ მომწონს ხოლმე. რაღაცები მომეწონა, ცოტა. ბევრი არ მომეწონა. ჩემ თავზე მაქვს საუბარი. და იმას თუ მოვლენებს წინ არ გავასწრებ, ვიტყვი ვინ არის ჩემი საყვარელი პერსონაჟი ამ სერიალში. ჰამლეტი. რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვიტან. ჩვენ რაც შეგვეხება მწოველებს, ვამპირებს, ესე ვთქვათ, თავიდან ცოტა მომეჩვენა, რომ თამაშობდით ნიღბებს. იმიტომ რომ რაღაცა არ იყო გააჩერი რა. წადი. გაიყვანეთ, კაცო, თრალია, გაიყვანეთ. ხო. თავიდან ნიღბებს თამაშობდით, იმიტომ რომ რაღაცა ვერ გავიგეთ ურთიერთობები, ვერ ავაწყვეთ ურთიერთობები, რაღაცა ამოცანაც ვერ გავიგეთ. რა არის, როგორ მეორე სერიაში განსაკუთრებით. მეორე სერიაში ცოტა ჩავარნილი იყო ჩემთვის.
რომ რაღაცა მეორე თუ მესამე იყო ბიჭო. ამბავი მითხარი და გეტყვი რომელი სერია იყო. მამკოდაში ვართ ისევ რა. პირველი სამი სერია. მე რაღაცა მეორე არა მესამე მე მგონი რაღაცა ჩავარდნილი იყო და რაღაცა ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნიდით რა ესეთი შეგრძნება მქონდა და რაღაცა დისკომფორტი მქონდა მაგარი რა მე პირადად რა მაგასთან დაკავშირებით და მე უკვე ცოტა მოიხოდა ამბავი სიცივეში ის ბუხარი რო არ ინთებოდა იქ რო რაღაცეები ქრებოდა იქ რო რაღაცეები იყო რაღაცეები პატარა ოთახები იყო დიდი მოედანი არ იყო მოკლედ გადასაღებად რა მაგრამ თლიანობაში ვიჭუჭყებოდით ხან იქით მივждდებოდით ხან აქეთ რო გადაღება იყო ჩვენ აქეთ ვიჯექით და ეგეთი გადაღებები ქონდა მაგრამ ძალიან სასიამოვნო მშვენიერი ოპტიმისტი ვარ მეთქი ხო თქვი უამრავი ობრაზი მქონდა თავში და ვერ ხვდებოდი რომელი უნდა გამომეყვანა ანუ კამერისთვის რომელიმე ჩვენებინა ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული მომენტი რა და ეს მომენტი რომ დადგა რომ აჰა ეხლა უკვე მზად უნდა კონდეს და უნდა ითამაშო ის ვინც სულ იქნება ყველა სერიაში რა აი მან ცოტა რაღაცნაირად პირველი სერიის ჩემი აქტინგი არ მომეწონა და მეორე მესამე სერიაში შევცვალე იმიტომ რომ პირველში მგონია რომ ძალიან კარიკატურული იყო ეს ტიპი რა თუმცა იმით გავამართლეთ რომ ახალ გაღვიძებულია ახალ გაღვიძებული და მართლა ეგრე მინდოდა სვეტში ხო მაგრამ შენ ყოველთვის მეუბნებოდი რომ ეს ტიპი უნდა ყოფილიყო ვოლანდის მსგავსი რა ოსტატი და მარგარიტაში პერსონაჟი ვინც არის ჩემი პრობლემა იყო საშინელება ეს ღამის თენება აი ღამე არა და ანუ ესე თქვა გიორგი ვარდოსანიძემ, აბა დღე ვერ გადავიღებ, დაიწვებიან ეს კარგმოწყობლებიო და ამიტომ მე და შე ხო ქონდა დღის სცენები, რა გინდა? მე და შე ქონდა დღის სცენები გაგრას. ხო, მე და შენ ქონდა, მაგრამ ხო მათენებდი. ანუ თან დღე ვიღებდი, თან ღამე ვიღებდი და ანუ სულ არ მეძინა საერთოდ. ეგ მოკითხეთ რა, ბრემ სტოკერს. ხო, ვინც შეძინა ვამპირებს. თან ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი მსახიობი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა თავიდან თავის თავთან და კიდე და ვიღებდით 60 დუბლს. ეხლა ინტერვიუ რო ჩაწერა იმ მსახიობმა, მოვიდა და ყლეობა იყო. ამიტომ გვიწევდა ლოდინი, როდის დაკმაყოფილდებოდა ესე ვთქვა. გამოსვლით იდეაში ფიქრობდი რომ გამოვიდოდა რა. იმიტომ რომ თვითონ თემა იყო საინტერესო, მაგრამ აი გადაღების მხრივ ძალიან ეჭვებეპარებოდა ბევრ რაღაცაში რა, იმიტომ რომ ტექნიკური რესურსი როცა არ გაქვს და სულ ტექნიკური რესურსი რაღაც მხრივ მქონოდა, ამ დიდი რესურსი. ლოკაცია როცა საშუალებას არ გაძლევს, უკვე ძალიან გაეჭვებს. იმიტომ რომ ეხა პირველიდან მეოთხე სერიალი იმ სახში რო ვართ რა, მაგაზე მაქვს ლაპარაკი რა. მაყურებელიც ნახავ და რა მიხვდება უფრო სწორად, რომ უმეტესად არის სულ ერთი მხრიდან გადაღებული და სულ არის ერთი რაკურსი. და აი მანდ უკვე მაეჭვებდა რა, გამოვიდო და როგორ მიიღებდა, ბევრი რაღაცა რეალურად მეორე სერიიდან მე ვამონტაჟებთ აქ რა. ბევრი რაღაცა ისეთი არ გაქვთ არავის შემჩნეული, არც შენ არ გაქვს შემჩნეული, რაც მე ვიცი რომ რა პრობლემებია კადრში რეალურად რა. რაც შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო. იმიტომ რომ ფინანსები არ იყო და ფინანსები რო იყოს ახლა იქ უკვე შენ საშუალება რო გაქვს რა ლოკაციაც გინდა ის აიღო და როგორც გინდა ისე იმუშაო და როგორც გინდა ისე გაანათო მე უკვე სხვანაირად ვიყის რა კვალიფიკაცია შევიცვალეთ პორნოზე გადავედით მეგალას ოცნება აუხდა სიბერეში პორნო მინდა გაიძახოდა და რაღაც მოყოლი ხართ ხო ანუ გერმანული ჟანრია როგორც ხვდები ესეთ ფონებზე იქნება ბეგალას ბიუცის სცენები. ახლა მსახიობები უნდა მოვიდნენ და გადავიღოთ ბეგალას სცენა, რა თქმა უნდა პორნო არა. სასო გახლავთ. კიდე არ წამიდა. მაგრამ ფრთხილად იყავი. კაი, აბა იმას უნდა დაუბრუნდეს პოზიციებზე. ოკეი, ანუ აქ ვარ მე. ხო რა. დავაი ნელა. ჩვენ შევიდეთ სადღაც ჩაფრახა. ერთის და იდეაში გვაქვს რა. ანუ ხერხული გადაღებაა თორნიკემ კუთხეში მივიმწყვლია ტუალეტის და ახლა სცენაში ვიყავთ.
ბარის ტუალეტის კუთხეში არ მოხდა თავარია გიგი. თორე გამიღრია? მე ღმერთმანი. არ ვიცი ნახოთ. ამოსულები გახლავართ საბადურის თუ საბადურას ტყეში, სადაც ინტერნეტიც კი არის ჯერს. მაგრამ ისეთი სილამაზი, ისეთი ცა არის. არ ვიცი, მე ჩანს ცა, მაგრამ ეხლა უნდა მოვაწყოთ აიქ ლოკაციები ღრმა ტყეში. რა კანიც დაუსვარი. კეჩუპივით არის დედა მოტყვა. მე ყიდა კეჩუპი. აი გაიგლისე ბევრი გაკანზე. გააკაგე. ფოთლებით კი. აგერდა, აგერდა. ხედა. აუ რა გამოსახულებაა გამოს ბიჭო. თითები არ დაიწყო. გასაგებია ხო, მაგრამ მაიკაზე ცოტა ვარდისფერი რატო არის? რაღაცა არ არის. ხელი რომ მოიჭირა ეს მოხდები თითები. ეგრე. ბიჭო რაღაცა. ეს მინდა პროსტა შუბზე. გააკეთე, ესეკენი. ბიჭო, ესეკენი. იყოს ეს ძღნერების გესვას, კაია. არა, ხელი დაიდე ესე. აუ, ეგრე ხელი მინდა. ესეთი. რომ მოიკიდა რა. აქეთ მინდა. თუ აღარ უნდა. გვინდა ბიჭო ცოტა სისხლია ჯორ. დამი. 2 1 ჩაიმოხვა. დააპირა ისეთი ნელა გადმოდგა ამანაც ნელა დააფიქსირა მერც არცალია შენთვის აი მე კი შემიძლია სიცოცხლე გაჩვქო თქვი სიტყვა ახსრულდეს და გადარჩენი წეღა პიზდეცი რაღაც მოხდა. შუქი ჩაქრა და ბეგალამ რატოღაც გადაწყვიტა რომ ჩაიჯვა. ანუ რატო აქ twin ეგრე მოწყობი არის რომ ანუ შუქის ჩაქრობაზე იჯვავს, მაგრამ არ ვიცი, ეგეთი კაცი არის. ეგეთი უცნაური კაცი არის ბეგალა. ძალიან კაი სცენაა, ამას ქვია ტრაკების დუელი. არ მივეყუდეს ვაფშე რომ ესე ვიღებთ ტრაკების დუელის სცენა არის. აიც კოხტობა. ვლადი მოწყენილია, მაგრამ მოხოდავ ხამალე, თეთა საშიში. თეთა საშიში. წავიდეს პროექტიდან. პროსტა. ნახვამდის. ძალიან ისე მოუყევი რა. ესე. თავი გადაუწიე და კისებს დავეცაბე და მურა ვერ ხვერინია სიბერის დედავატირე ორი წაითამაშა და მოკვდა არა მომიბარავს მიბავანია ხლაჩემია პატარა გოგო სიღვარულია ხარაძნელია ძნელია ხრაძნელია პატარა გოგო სიღვარული ხარაძნელია რატო შევიჯვი? არა, ეხლა შემოხვიდება. აქედან მოვიდა. ხო, აქედან მოვიდა. მოდი ერთხელაც ეგ მომენტი გაიარეთ. აი ეს გადმოგდა. რა.
რატომ ხარ ჩუმად ვლად აი არ გაინტერესებს? მაინც აქედან არ გაინტერესებს როგორია ეხლა სამყარო როდემდე უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ იმ ორ იდიოტს როდის მოვლენ და მოგვიტანენ რაღაცებს. უყურე თვალები მან არ კონდეს დგას მაგ დროს იდექი ბეკალ რა. პროსტე კამერაში არ გადმოიხარ. ხო, როდემდე უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ იმ ორ იდიოტს როდის მოვლენ და მოგვიტანენ რამეს. ვლად, რატომ ხარ ჩუმად ვლად? ეხა გაახიო თვალები. არ უნდა დამდო ხელი? ახლა ამერებთან ვერ მოვიდო. ვლად, რატომ ხარ ჩუმად? მოდი ხელის დადება არ გვინდა რა. ვლად, რატომ ხარ ჩუმად და მეორე ვლად იყოს მაღლა. ვლად, რატომ ხარ ჩუმად? ვლად! ვლად, რატომ ხარ ჩუმად? ვლად! ხო. აი, აღარა ეგრე გამოგიწევდა. აჰა. ყველა უსმენთ, იმიტომ რაღაცა ისე სტრანის ამბობს რა. მერე? რა, ბიჭო არ მესმის ისე ჭურჭულებს, შეჭა რეპლიკას გადაწყდა. რაღაცა უსაური შეიძლება. მონადირეებს გზნავ. მალე მოვა ის ორი იდიოტი და მოგიტანენ იმ ახალ ჟურნალ გაზეთებს. სისიმე. მაგას არ გულისხმობ, ზოგადად ვამბობ, როდემდე უნდა ვიყოთ ესე გამოკეტილები ამ საფში და როდემდე უნდა გავყურებდეთ გზას, გარეთ გასვლა მინდა, ნადირობა მინდა, კარტობა მინდა. ჯოჯოელი გინდა. შენ ბევრს ნუ წელიკინებ, თორემ კუბოს კუთხეში დაგაყენებ. არ მინდა კუბოს კუთხეში, ხელა. დავაი. ვლად არ არის აქ, ხო? ცოტა ხო არ გამოვწიოთ ესენი ვახ. არ გაინტერესებს როგორია გარეთ, როგორია ცოტა როდემდე მოლე. და როდის მოიტანენ რაღაცებს. ყველაზე ცუდად რა გახსენდება? მთელი ამ 6 სერიის მანძილზე. ყველაზე ცუდად მახსენდება ბუხარი მამკოდაში, შენი არჩეული ბუხარი, რომელიც არ ვარგოდა და მარტო ბუხარი კი არ ვარგოდა. ის შეშაც არ ვარგოდა, საიდანაც მოგქონდა. შეშა მოგქონდა, რომელიც არ იწვებოდა. და რამდენჯერაც მე პირადად მოვინდომი ანთება, ან ანთებულზე დავიწყე უკვე რაღაცა გადალაგება, კრებოდა. და ესენი მაბრალებდნენ მე შენ აკროფოთ მოკიდებულ ცეცხლსო და არა და შეშა არ ვარგოდა. შეშა იყო ნესტიანი და რაღაცა ყინული როა, შიგნით გაყინული რა. რა არ ვარგოდა შენ აკროფოთ. ყველაზე ცუდად მახსენდება სიცივე აუტანელი მამკოდაში, ეს იყო რაღაცა კატასტროფა. თან ეს ფრჩხილები, რომელიც აი ყველაფერში ხელს მიშლიდა რა, ტუალეტში რო გავდიოდი, ესე პინცეტივით ვიღებდი შარვლიდან. სამდიողდნენ. ცუდი მომენტები არ ქონია რა. ან მართლა არ ქონია, იმიტომ რომ მე მგონია ძალიან კარგი ხალხი ხართ. ყველა აბსოლუტურად ყველა ვინც ვარ, ბევრი არ ვართ, მაგრამ რაც ვართ, ანუ ერთმანეთს უგებთ, უსიტყვოთ და გვესმის და ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმე გავაკეთოთ მაქსიმალურად. ყველაფერს მიუხედავად, რაც ხდება, რა მდგომარეობაც გქონდა, მაინც ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებდით იმ პირობებში, რა პირობებშიც ვიყავით ყოველ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ცუდი მომენტები არ იყო. ერთადერთი იყო რთული, მართლა ღამის თენება, ანუ აი 3 საათამდე ოკეია რა, 3 საათზე კიდე რაღაცას აზროვნებ და რაღაცას აკეთებ და დილის 5 საათზე უკვე უბრალოდ ვერ აზროვნებ და ავტომატურად რაღაცებს აი ეს ბოლო სცენა რო არის, ანუ ვლადირო კლავს, რა ქვია და მოვიცე მარლენს რო კლავს ვლადი და კადრი რო გადადის უკან რო დგავა. რაღაც აი ეგ არის დილის 5 საათი უბრალოდ ფიზიკურად ვეთად გციოდა და თან ვერადერად ვერ მიდგებოდი სხვანაირად. ეგ მდგომარეობა იყო რომ აი თქვა რომ იდექითო და დგავა. კლუბის გადაღება იყო ძიმე ჩემთვის, თითქოს ხო არაფერი და პატარა სერია გამოვიდა, რაზეც გაატარე. რეალურად კლუბის გადაღება იყო რთული, იმიტომ რომ ორ კაცს აი მე და ვაკოს ჩვენს კაფერს
გვიწევდა, ანუ კლუბში საერთოდ ჩვენ რო შევდივართ, რაღაც ეგეთი გადაწყვეტა გვაქვს, ახლა ბევრ პროექტზე გვაქვს რა ერთად ნამუშევარი. ეგეც სივრცეში როცა შევდივართ, ვანათებთ ჩვენი განათებით. რომ მივიღოთ ის ეფექტი, რომ აი კლუბშია, ანუ არ იმიტომ რომ რადიკალურად სხვა შუქი არის კლუბში. იქ საშუალება როცა არ იყო კლუბში. კლუბში რო საშუალება არ იყო ამის, ავეწყვეთ კლუბის განათებაზე და აი კატასტროფა რა. მე ამის გამო კოლორმა მაგრა იწვერლა, ფერიც ვინც აკეთებდა, იმიტომ რომ არც ერთ არ ყველა იყო ტინკი-ვინკის ფერი. აბსოლუტურად რა, ვარდისფერები, რაღაც ყვითლები და ან ტექნიკურად მაგარი ისეთი იყო რა მეხუთე სერია. მოგესალმებით. კაცთა კაცი დიდხნარი პაუზის მერე ვაგრძელებთ გადაღებას, просто გადაობა ისაა, რომ 700 გრადუსია გარეთ. წინა სცენებში იყო -700. და მე იმინა ვიბრიდები ჩვეულებრივ იმაზე, რა ქვია, მზეზე არა და დღეს გვაქვს უამრავი სცენები მზეზე. როგორც ვიხდით, ვართ Tasty Fox-ის მაღაზიაში. და შევარჩევთ საკმაოდ საინტერესო Tasty Fox. უკვე მივხვდით, აი გიორგი პირში იდებს, აი ეგ არის აქცენა არჩევ. როგორ ახარ გიორგი? სამცხელა. სამცხელა. შეიძლება დახარ, ხა დაიწყო. Yeah, making some making. Some making. აი, კაკოს სცენის ავარდნა რო არ ჩავთვალოთ, პირველი ისა, ხო? პირველი გამოცდილება. ვაჟიშვილობას ვაკარგინებ ახლა აქ, არტისტულ ვაჟიშვილობას. მე რა იტყვის იმაზე, ბიჭო, თარბაზე, რომ რატო უნდა იმას აკნეო, რა ქვია მსახიობი. არა, მე კაი რეჟისორი ვარ. მე ხო ეს პრიზმაც ვიცი შესაძლოა. როგორც გინდა, ანუ როგორც გაგისწორდება. ჯერ ტექსტი გავთეხოთ, რომ ტექსტი იცოდე მარტივად და მე იგულავ რა. დავай. ეიტი, ეცა? რუსი გონი. ო ბიჭო, მაყურებელმა უნდა გვაპატიოს, ზამთარში დავიწყეთ გადაღება და ცოტა ზაფხულმა მოგვიარა. ცოტა ზაფხულსუცოტა. სუსუს აი შემოდგომაც. პირველი სერია იწყება მუხლამდე თოვლით. გაგანია ზაფხული. სერიებს. ამენაირად უნდა გადააკატავოთ. არა, სერიებს გაუტიტრავთ რა, რომ არა, პერიოდი გადის. დავай. შერაშობი. მე აი გზივარ წინ რა. დარეკვას ვაპირებდი, ხო ხდები და ეიტი და გამოგხედავ რა. და პრასტრელი არის. ეიტი ეტა. დენგი დაიმნე ეტა რა. აქვია. ლარი ბლადრო. ინფლუენსე არის. ო, ინგლისურად მინდა, ეი. ანუ ვერ მივხვდა რუსულად არ უპასუხო, ხო ხდე ეიტი ეტა. დაროა. ტელეფონი რა. Give me money. ჩათვალე ვიკი ხარი. გოდის ქეშად არ მაქვს საერთოდ წამოღებული. გაი ნუატრაკებ ხა თუ გენარება მიტყე რომ ჟმოტი ნაბოზარი ხარ. არა, მენარება მართლა არ მაქვს ქეშად არაფერი. ჩამიგიცხე მაშინ. პირად გეტყვი. კი ბატონო, მითხარით პირად, ერთ წუთი გავხსნა ტელეფონი და არ აცდის. 1-4 რა. მან სწრაფად გითხრა 0-1. ხო მიაყარა 1 წუთი გავხსნა, აი გავხსენი. აბა მიკარნახეთ თავიდან და გამოიხედა და ძინავს შუბი. ვახ, ეკავს ისევ ტორიკას, კოსტას არ ეკავს ანიკიძესთან ეხა რა. მე კოსტა გავჭრათ, ჯერ ესა ვქე კაკოსი იმას ვქნათ. თვითონ კოსტა არის? კოსტას ანიკიძე იმას თამაშობს, კუტურიას. ოკეი. კოსტამ უნდა გააზროს კოსტამ მე. აი, მე არის გაიღვიძა, სადაა ინდაურის ფორმა მჭირდება რაღაცა ხო. ოლე დენგი და ინგლისურად ვერ გაიხსენ. დავატყო როგორ არის? მანი ალბათ, ქართველი ვარ შემოგვიყვე, ქართველი. ой, картель, ой, ай, შეგეცი, შეერა ტურისტი მეგო. არა მაგ, ქეშად არაფერი. აი, ხა არ გინდა ეს ნაბოზარი პიჟონილა მაგრამ. არა, მართლა არა მაგ არაფერი გეფიცებ. კი, ანუ არ წავმიდია ქეში და. ირონს კეთო. ჩაგინეს ხო? რა. კარით, ეცუთი გავხსნა. გომაყარე ამასობაში 1 წუთი გავხსნა. 0-1 გავხსნა აპლიკაცია, ხო. აი გავხსენდი, ეხა მითხარით გამოიხედა და ძინავს რა. აი ესე იძებნება. შემდეგი ლოკაცია ბუკინგზე. შეხარჩევი ბატონი, თორნიკე ეძებს. ვარჩევთ ლოკაციებს და პრობლემა არის ის, რომ ყველგან გადაღება არ შეიძლება შესაბამისად. აი ეგ პრობლემა გვაქვს. გადაღება არ შეიძლება. ეხა ველოდებით უნდა მოვიდეს ნანკა კალატოსკა.
თუ უნდა გადავიღოთ საინფორმაციო სცენა. ხოლო ამის შემდეგ უნდა ავიდეთ ტყეში და გადავიღოთ უახლო ბოლოთა შულთან ერთად შემთხვევის ადგილის სცენა. დღევანდელი ცხელი დღე დამთავრებულად გავამცხადებიან. ხვალ წოველებთან ერთად უკვე იქნება სახლის სცენები, მანქანის სცენები, ასე შემდეგ. ნანკაც მოსულია, როგორც ხედავთ, და ულამაზესი კადრი აიწყო. შვენება და გოხტობა. და კარგ ამბავს არც აქ არ მოუყვები. მე რამეს მოვიფიქრებ, სცენა სადაც კარგ ამბავს ამბობ. არ არის ეგეთი ამბავი. მე მოვიგონე სევდა უნდა წავიდეს აქ. ხოდა დამიბარა ვარტო საინზე, მაგრამ აქაც ცუდი ეს. აქაც არა კაი ამბავი. ამბით არ ვარ. სამწუხაროდ. გამოიხედება კამერაში? აი ხედარ ექსპედიციას გადაიყვანეს წერია და გადააქვთ ხო ვიტყვი რა. თქვი გადა. ამ მომენტისათვის ხედარი ექსპედიციაზე გადაყავს და პოლიციელები გვეუბნებიან რომ ჩვენი უსაფრთხოების მიზნით ეს ტერიტორია დავტოვოთ. რაკნა ნახეთ რა. ამის ახევა, კაი მე არა ესაც ყავში. მიდი ახლა ტორიკას. ვაი მე და ეს უბედური. მამა დაძრეულია. არა უშავ. არა ეგეთი წინეო. არა. ზა გამოყარა კუნთები. ჩემი კარგის ეგრევე სტოიკაში რო ჩაგდა. ეგრევე ჩაჭიმა ყველაფერი. ჭაღარა ძუძუები ჩაჭიმა შეხედე. შენ ჭაღარა გამოგივი და მეც. ბერი ვარ, შეჩება დავბერდით და მეც ეგრე ვარ. 40 წლისები ვარ. რამდენის ხარ? 39 წლები. ეს ვარ ნახო, ეს და ვასლები და ხარ. მეც. მეც. გუში რა უკ. გთხოვთ რა მეც რა. ამას რა უქნეს, სტოიკი. გუში დამეკრო. ვიღაც ქალმა. ხებოდნენ რომ აქ რა გინდა ხო და მე ვიღაც ქალი გვეკითხებოდა ამ რა. სტუდიაში რა საკეთებსო რა, ეს სტუდიაში რო ვიღებთ და ეს საერთოდ სპორტული გადაცემებს ვიღებთ ისა ესამეთი რაღაცები და ამას გახედეთ, ამას რა ეტყობა სპორტული. ეს რა შუაშია სპორტთანო? ой, папа, ეგმონტი იყო. ჩქი, ი გარბატონო, რას მერჩით? პაპა. რატო ვარ მე გარეთ და თქვენ მანქანაში, მეგობრებო? რა ისტორია გადამხდა? შენ მანქანას დენ. რატო? ამან ხო არ მითხრა რაღაცას დააჭირეო? ეგ ტორიკა არის. ბენზინზე გადარჩე ბენზინზე. რა ეგრე მოეწყნა? ბომბორაში ამოვით გადასაღებად და გზაში ჩემი მანქანა უცებ ესეც ყვებს გამოსცემს. გიორგი მეუბნება გაზზე არის? გადართეო ბენზინზე, გადართო მანქანა მოკვდა. მოკვდა შევქვერით საცობი და თურმე რადიატორი გასკდა, წყალი გაუვიდა, კაროჩი. მანამდე კონდიციონერი გავაკეთე რა. პატრულმა არ დამაჯარიმა, პატრულმა გამაჩერა, რემენი არ მეკეთა. თუ იცით მე გავიკეთე, რატო გაგაჩერე? მე ვთხარი, ათვალი ქონია შენ ვთხარი, დამინახეთ ხო? აიო, დაგინახევ, წავიდა, მოვიდა სიტყვიერით გაგიშვეფო. აი ესე დაიწყო. იმის რო დაიბადე. ჯორამ გითხრა გრიმი გაიკეთეთო ჯერო თეატრიო და მე ავიდეთო რა. ხო, ეგეც იყო. არ გავიკეთეთ ეს გრიმი. და რო ამოვედი. მანქანა გაუფუჭდა, ანუ გრიმი რო გაგვეკეთებინა, გიორგის მოუწევდა ამ საწყში გადასვლა გრიმი და კბილები და გაეჩერებინა მანქანა. მე ხოთესლის სერა იქრებოდა ზოგადად. ის რო აკეთე. ნეტა ქონოდა ბიჭო. სასოს მანქანა და მე ასეთ რო ნახო, მე ასეთ გიყვარს ეს ხედი, ისეთი ლამაზია. ძოველებო. ჯოს. როგორ ახართ? ხო არ დაიღალეთ? ცოტა ცხელია. კიდე სიგრილია. ეხა აქედან კადრი გადავიღეთ, დრონს გავშლით და დრონის კადრი იქნება დიდი ATSD ძალიან ლამაზია. მანახე, ჩათლახი დრონი. ურა ლამაზია, ბიჭო, ხო არ გადაობ, შეხ ტიპია იმენა. აი კოკოსები. ანძასთანაც ხო არ აფრინდებოდი რაღაცეები დრონებს ხო არ აიღებდი ლამაზად რა იმის გარდა. ამ სამოვასებეცი. გახსნი და ეგრევე ირთვება. ხო, ეგ რატო უნდა გავასებოდეს, მაგრამ რო გახსნი და ირთვება? ხო, რო ეგრევე. ეგრევე. აუ, რა მაგარი დრონია. ძალიან დაშკი დრონია. გაცოცხლდი Hasselblad. ეს არ გაცოცხლდება. რამდენი რეკლამა უკეთა რა? ეს არ გაცოცხლდება, ნახევარზეა. ხო გაიფრენს ასთავარი. ხაბარა. გიყვარს ცხენები.
ამა შეხედე ბიჭო, ეს რაღაცნაირი არტისტები ისინი. ლოგინზე წამოწერილი, აი თქვი არასწორებობა. ეხა არის სახლის სცენები, დღეს ჩემი თმები ვნახვილე წავა და ამათი მუსიკალური ნომერია ვამპირულ ენაზე. ინგლის ფორმა. ძალიან კარგები ხართ. იმ დიდზეს აპირებთ? იმაზეც? რატო ძალიან სულად მოძრაობ. ძალიან უხერხული სცენაა და ძალიან არ მინდა კადრში დაასრულოთ. გადაიცეს რა. დავაი, რას ველოდებით? მე შენ დაგელოდები. დავი რა თქოს. აი, ჰამლეტ ბატონო. შემოწიეთ ამ შემსკენ, აშივით ბაშეთი, აკნა შემოწიეთ. ესე? არა, ეხლა ხუთი. სახარეთ მოვიმან. სადერდარობოთ. აი, ეს ახლა ცუდი შედი რა. ესე? აი, ეგრე. კაი, დავეშვი კამერა. გავემზადეთ? სიჩუმე? დათხარ? აჰა. 3 სანამ მე კაც არ ვიტყვი, მანამდე დიალოგი გაქვს, კაი. 3 არა გო დიალოგი. 2 1 წავიდა. ჩემი ყოვლის წოდნე ჰამლეტ ზათხართ? არა. ხო გახსოვთ, რაც უფრო მარაზმი იქნება, აი ბეგალა როგორც აჯაზებ და ყველა ეგრე გააჯაზებთ, იქნება უკეთესი რა. მოგონი ლენაზე რაღაცას, ხო რაღაცეები. ანუ აცდით ძალიან არ გინდათ მუსიკალურობა, ხო ხტები? უფრო ესეთ ქაოტური მუსიკალურობა უნდა იყოს. დავაი. მე ვიყო ტაქტში. შედიღავით ტაქტში. ვაკო, ტაში ბოლოს ერთად დავცხოთ რა. მე ამღები просто. ზათხარ? 3 ჯეჯის თითები არ დაწვა მაქსიმალურად. 3 2 1 მანქანას შეხედეთ ხალხო 6 და 5 ძრავი ღლერთო რა სილამაზია დედა იძახე შენ YouTube-ი ძმაო ხო მონეტიზაციითაა ნაყიდიდან 100% დათრეული ყავს მონეტიზაციით просто პირველი დღიდან ინახავდი კურსს ხო შემი რა მაგარია ბიჭო როგორ ასწორებს შეხედე at home-ში მოვედით მეოთხე სერიის ერთი სცენა ის დასიომკა არის საჭირო და ეხა ვიღებთ ჰიტას და შემდეგი გადაღებები უკვე კლუბი და გულაობები გვექნება. ვაფშე არ გძინებია მე მგონი. თორნიკე გაქურდეს ხალხო.
წყალი მოპარეს მანქანიდან აპარატურა. თოკო რა მოგპარეს? გაილანძღე. ყველაფერი ამოიღეს. ასოსი დამიტოვეს. ასოს თუ დატოვეს წმინდა ტიპები ყოფილი. მაგათი არასწორი დედავატი. მე მოტოცი რატო ვარ ხალხო თქვენ ხო არ იცით? სტუკი აიკიდა მანქანამ. ჩემი ჰამერი აღარ ამყავს. ნუ მყავს, მაგრამ დგას და $5,000 დავდებ. რა კაია? $5,000 ყიდი მანქანას რომ მე რამე ჩამოვიყარა. ასე დამგვარად მორჩა 6 წლიანი ისტორია ჩემი და ჰამერის მაკაცობის. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, მაგრამ მაინც ევდიანია ეს ყველაფერი. ega ის გათიშე რა კონდიციონერი რა მან გაკულტა. შენ ანარექსში დავარიო და ისე. ხო და ის ყოფნა ეკრანი. ჰერმი უხსენს. ეხლა ჩვენ ჯეჯი მომერე გადავიდეთ. ალი ყავადალი. რაღაც ავიდეს ჩვენ გასულს შენ დავეწყე მოიხო და მოიწიფა. დელია ვაფშე. ბიჭო. აიცა ამათ არ წერული. არა, რომი ხვალ მერე ამო მართლა. აუ, ხო. გავია რა. არა, მამა, ქვედა მეზობელს დაურეგე. მეზობელს და ქვედა მეზობელს დაურეგეს ასო. და მე შევედი, ქვედა მეზობელს ასო. მია. ოიცა, მეზობელია. ერთმანეთს არ დავერდეთ კრავს და მეზობელს. უყურე, ამიტომ. არა, მეზობელი ძალიან დიდი პაუზა მოხდა. ერთი წამი ეს მერე შემო. ეგრე არა, სასუ არა. ეს კადრი არ იჭრეს. სცენა მე-6 სცენის მონაკვეთი, პირველი დუბლი. მაგარი სახელები მონაკვეთი. შაიჩელი გასაგები. კონდიციონერი არ გიშლის? ეგათიშე რა. აგერ არ თოკო. აი რატო თქვი? აუ, იმის არა, ეს ხმა იქნება საშინო. ეგა. დავაი, გავემზადეთ. ტელეფონებს ხმა გაუთიშეთ. მე უნდა გავთიშო და ხმამაღლა გიო მომაძახე არის მეზობელნიას დაურეკე რა მოიტანეთ ან რაღაცა ხო ხტები ესეც არის 3 თოკო მზად ხარ რეკია 3 2 1 წავიდა მეზობელნიას დაურეკე სასო აუ ლად რა მაგრამდენით დადიოდით ყველაზე კარგი მომენტი რა გახსენდება ამ 6 სერიის გადაღების დროს? აუ, ბევრი იყო, თო. მუდამთავდა? არა. რომ მოგიშორე. ბათაშორის მუდამთავდა არ გამისწორდა. ყველაზე კარგი, ალბათ ატრაქციონები და ისა რა, ბომბო რა, არ ვიცი. ხო ესე უცებ ვერ ვიხსენე. ალბათ ეგ ხო, რაღაცა ბავშვობის შეგრძნებები რომ დაბრუნდა კარგი იყო ბომბორაში. ბომბორა არ ერქვა ჩემ დროს საერთოდ მაგას. არა ვარ. დაწმინდის პარკი ესე გითხრეს. დაწმინდის პარკი. ბომბორა არ ერქვა თუ დაწმინდის პარკი თუ ეგეც არ ვიცი რა. ჩემ დროს იყო ფუნიკული. ყველაზე კომფორტულად და ყველაზე კარგად და გასახსენებლად თან ახლოს იყო, ეხლა იყო. მე-6 სერია რა. იქაც გავიყინეთ სახურავზე, მაგრამ რაღაცა ის ქონდა. უფრო ამოცანა გქონდა რა, დავკარგეთ ჩვენი ბელადი. და ამ ბელადის საძებნელად და რაღაცა უკვე ამო ტემპო რიტმი მოხდა, რაღაცა ამოცანა დაიბადა, უფრო გავცოცხლდით, უფრო რაღაცა გავბობოქრდით თუ როგორ უნდა ვთქვა. ხო. ამლეც რო აძრობს ხოლმე შიგადაში გზარბებთ. რომ გამოვიდა თლიანობაში რაღაცები რო გამოდიოდა, რაღაცები ხო ვერ გამოგვდიოდა მე თავიდან კი, იყო ეგეთები, ბევრი, კი. და რო გამოდიოდა ის მიხაროდა რა, რაღაცები, აი კადრი რომ მორჩებოდა და რაღაცა ანუ გვაქვს კადრი, უკვე კარგი იყო რა. და როგორი წარმოგედგინა პაკო თავში? ეგეთია? პაკო ესეთი ვერ წარმომედგინა, ხო, მაგრამ შენ რომ მიმითითე რომ აი ესეთი მინდა, ესეთი მინდა, ესეთი მინდა, მე მეც რაღაცა იქ სათამაშოებმა, იმ რაღაცებმა, იმ ფრაზებმა ამათან ერთად კიდე აი ჯგუფურმა შემადგენლობამ თვითონ რაღაცა იქამდე მიმიყვანა რა იმ პაკომდე რა რომ
მივედი რაღაცნაირად, არ ვიცი, ვერ გეტყვი. არც დამსიზმრები, არც არაფერი, მაგრამ ხო იცი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ხარ. ეგრე იძახიან, არ ვიცი, მართლა გეუბნებით, TikTok-ი არ მაქვს და ამიტომ არ ვიცი ეგ. ეგრეა, სიტყვაზე გვენდე, ეგრეა. კი ბატონო, გენდობით, ვინდოვი ადამიანი ვარ. ყველაზე კარგად მახსენდება ის რომ მონოლოგი ცუდი არ ყოფილა თურმე რომ რასაც მე გეუბნებოდი. ხო, რასაც შენ მეუბნებოდი, მაგრამ არ ჯეროდა. და კარგად მახსენდება დანარჩენი ყველა სერია, აი მე რაც გამოვიდა სერიალი, ხო, რაც გაუშვი. იმის მერე ყველა ნებისმიერი გადაღება უკვე რაღაცნაირად კარგად მახსენდება რა. ოკეი, საყვარელი მომენტი თუ გაქვს ვაფშე. საყვარელი შეიძლება შენი არ იყოს მნიშვნელობა არ. საყვარელი მომენტი იყო აი ეს დახტომა მინდოდა ძალიან. რო უყურებდი მარველის ფილმებს, აი სუმშურდა ხოლმე ეს ტიპები რომ დახტობდნენ ესე რა. ეს ძალიან მინდოდა რომ გამეკეთებინა და მადლობა რომ ამის საშუალება მომეცა რა. თუმცა ახტომა ვერ გადავიღეთ არა და დუბლები არის ესე რომ ვიდა მე უკვე კომპიუტერს უნდა გაიგრძელებინა ეს ყველაფერი. ძვირი აი სიამოვნება. დახტომა მახსენდება ყველაზე ესე რა კარგად რა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება იმ ძღოლის სახე კუბო რომ მოგვიტანა. პირველი შეკვეთა მაქო. ადამიანი პირველი ტაქსისტი გახდა იმ დღეს და პირველი შეკვეთა იყო და კუბო წაიღო. ადამიანი პირველად მოვიდა, კი რა, პირველად დაჯდა. ტაქსზე თუ რავი მანქანაზე გამოვიდა პირველი დღე ქონდა და სამუშაო და პირველი შეკვეთა და ისიც კუბო მოგვიტანა. და მე და შენ რომ ვიდექით და ეხლა როგორ დავხვდეთო რომ ფიქრობდი. ისევდიანად რო არ გვინდოდა. ეგ არის ძალიან კაი მომენტი იყო ძალიან. მე-6 სერია მახსენდება ყველაზე კარგად. იმიტომ რომ მანდ იყო საშუალება, რომ აი მე-6 სერია არის, რომელიც მომწონს ვიზუალურად რა. მანამდე მომწონს ერთი მე-4 სერიის ის სახლი, ლურჯი სახლი რო იყო, შენი სასოს სახლი. და მე-6 სერია მომწონს თავიდან ბოლომდე უკვე იქ უფრო ისე გაშლილად ვიმუშავეთ რა. ეგ ამბავია, მე-6 კაია. ხო, ანუ ტექნიკურად იყო გადაღებული სწორი იყო, კადრის დადგმის საშუალება იყო და სამუშაო გარემო იყო უფრო ვიდრე სხვაგან რა. იროტა შალვა სცენის გადაღება არის. ეხლა ვამზადებთ ამ სილამაზეს გადასაღებად. ნელა ბიჭო, ნელა. აბა სადარიმოზე გადაიყვანენ ბიჭო. რასა ფერსი მაშვები? ცისფერნათება საკაიფოა რა გინდა. წითელი ხო არ ჯობია? წითელი ჯობია, ხო. კონდეს მაინტერები გადაიღო. რა ხონერული. გაუცვალე თუ გინდა. თუ 100 პრინციპი გინდა გაუცვალე. ეგრე დაიტანჯებით. არა, ერთსამი კადრს ნახო. ბიჭო, აი ეს არის რა, გიო კადრი ნახე. რეჟისორს უნდა ყავდეს აი ეს რა ოპერატორი, სუ ხელის გულზე, სუ რა ეს კლასები, ბიზნეს კლასები წამოწოლილი, რავი, რამე ხო არ გაგისწორდებოდა თუ ბანანი, ბაწუხევდა და ამოუწევდა. რაღაცა ვანილი. ვანილს რო აცდი просто ვანილი პაჭკით ხო არ, კაკაო ხო არ გაგისწორდებოდა რძის გარეშე, რა ვიცი. მასაჟი შეგვიძლია 10 წუთით შემოგთავაზოთ. მასაჟები. არ მიეჩვიო, არა, უნდა გადავშტე. მასაჟი ვანერვიულობ ხო, კიდე ერთხელ გეკითხებ. აბა ეხა. ადგა. ორა, დაგიწერე. ბიჭო. ორა, დაგიწერება. ეხა დავი. აქი ხო ვიცი. ეს რა ყლეობა მოგანაგებია. ეგრე ვერ ხედავ ბიჭო. აი ამას ხედავ რა. ვაფშე განარჩევ ადამიანები. მაქანა აქ სადმია რა. სამარი ბიჭო. ზო ეხა მოხსნა წამო. ერთი ისე ადამიანები ხოთვა, აბა ნახო რა.
ხედავ, აი რაღაც ნატურას ხედავ, აქ რა. შეგხედავ ჟორა და მზე. აუ რა თესლივიდი აქ. აი აქ რაღაც ანა თერთუმე ჩვენ. ეგ ანგელოს მოგაკითხავ უკვე ისევ იყავ ხარ. ძალიან თესვიძე ხარ. არიარო ეხა. ეხა დავაი ჩაიკუზე აი აქ. ბიჭო, განათებებს ხედავ თქვენ ვერ. აბა სოსოიე იდი ნახვი მაშინ აჯექი. მაინც ხო არ უვარდება. თვალში ხელი არ. არა, რაღაცა მომედო და ხო არა აიჭი მასე. გაწიე ცოტა მანქანა რა. სვეჩი იმენა ხატია ვარ. დავა ჩაიკუზე არ გაცდე ხარ. სადა? აი მან, სადაც ჩაიკუზე. ვერ ხედავ ხო ვაფშე? შავა სტირილის სცენა მეორე. ვაკოს კაი ბრუციანია, ხოჟიშვილი ვერ დააბა შეხე. ჩემი ჯეჯი სად არის? ისიდან ამჯერა, თვალი სპაიდერმენი ხარ ბლად მიგეწებათ. აი ხა ამოძრავე თვალე, წრიულად ამოძრავე თვალე. აი ხარ ნელა ამოძრავე, აი ხალისუნი რა პაჩიმის. ხარ ვაგაცინოს. ყოველდღიურ შეგაც. Так, ამოძრავე, გამომხედე. ეს ხარგაძის ეს ჰაერებით არ უნდა ამოძრავე. დაინახე ახლა მაინც. ეს დაიგე აფერ არ ხდება საქართველოში. აფერი გასაკუთრებია. აწიერ წამი. აყევი, აი ეგრე. მაქსიმალურად არიხრები უკან. იცი რა არის, ზევით რო ავდივართ, მე ხელს რო შლის შავა, მე უკან არ გაშალო ძალიან, ოდნავ მოღუნე. ჩემილიზებისთვის რომელია? ჩიბილიზები რომ ეს არის. ლეილიზე. всё, ბეგალას უზის მოძმან შენ? გიო შენ? კი. გიზის კბილებით? ხო. კარგი ხარ. კიდევ ის აქვს ჯეჯი? მიზის. კბილებით? კბილები არა. კბილები, ვერერი ვამპირი ხარ. შეიძლება ჩაუსვა. უკბილო ვამპირი. დღეს ვიღებთ კლუბის სცენას. ხაჭე ბატონი. გამიყვანს სახლში, ძალიან სასიამოვნო იყო შეიძლება. ეს გაიხედოთ ხოლმე. სწავლობები უნდა მქონდეს. აი, პერიოდულად არ გინდა ვიღაც. კონდეს ბაცაკ თუ გინდათ. ევასება საქმენად ხო არ უნდა საყვებად ხო. მაგრამ საყვებად არ უნდა ტიპს შეუყვარდა სხვა რაღაცა. სისხლიც ხო, მაგრამ სისხლ არ ვითამაშე. ჰაილაიტი არ გინახა. სისხლ არ ვითამაშე. ჰაილაიტი არ გინახა. აა, ხურები დამოწევ ჩემი. ოდესავად. ხო, მამა. კალი, გამოდიო. ეხლა გამოდიო. მე თავი ძალიან მნიშვნელოვანი პრემია აქვს და გაგასულა გამოვიძინო. არა, იყო საკეთ მამა მეორე. წავა. როდის გიქნებოდ კიდე არა. ხომელი პროფესიონალი საქმეა. ხომელი საკუთარ ძიმე თვა. ეშლაკები მასწავლე თავში. ეშლაკები ყარა. Алло, машин,
არ დაიშალა მაგარი პირი. ანუ ეხლა უნდა გაგწიო და რო გაგწიე, ნახე შენ რა მინდა დადექი მან შენ მაქედან ეხლა გადადი, ამიტომ აი ამ ბობოსთან მოდიხარ გასაცდელად. ხო, მოიცა. აი წამოდი, ოღონდ უნდა იყოს რომ აი აქ უნდა მოვიდე რაღაცა გაგიკეთო და მე აი ესე გაიარო. მიხდი? აი ეს ამბავი ჭირდება რა. ანუ უბრალოდ აი გაგე შენ პაუზა მინდა, ანუ რომელი უნდა რა ხდება და მე გავაძლევ და ეგეთი რაღაცა და ხო გოიბინდა იყოს დაგვიანებული მოვიდეს. ერთჯერადი არ არის ისე? ეგეთი რა. წამოვედი, როგორ ხოცებდა ეს რა უნდა ვიცი მე რომ მოვიდო რა ხოცებდა. ეხლა წამოდი, აი ხოცებდა და აი რაღაცა გავატარო ისე რომ ვიქამ წარმივაქცია. მიხდი? ყველანი მაგარ გაასწორეთ რა. ჯიგარი ხარ. ვინ არის შენი თანატოლი? შენი თანატოლი აგერ მუხლზე მაგ გამო. რა მუხლზე ფეხზე? ფეხზე. აგერ ფეხზე მაგ გამოგმული შენი თანატოლი. მე მოკვირდა. არა ეს მithmetre მაგარი ხარ ამლეთ ეხლა რომ ვაკოცო მაგრამ მე მაგარი გავიდეთ და ვალეთში ისე რომ დაცვა არ დამენახო რა ამ სტრაქში გამიკეთებდი მე დაი, გავშალ შენ. მე ბანი ვიქნები, დავაი. მაგსახეს ხარ ვენახი როგორ არ უხდება ორი ეში საგალობელი და წლის დაცვა შარშან მოიგო წლის დაცვა ცოტნე და ზა კაი 20 წამი ავიტანოთ 20 წამი ავიტანეთ ჩემს ადვარით ლიზა ენდის აყენებთ კაია სონის ამბავია რომ ღამე ენდიგიცებს ხო სხვაზე არ შვება როგორ არ შვება მაგრამ ძალიან ბევრი შუქია არა ჯერჯერობით ფულის გადახდა უყარს ციტას სამი და ბაზარი არა 3 2 1 ერთი წამით თქვენზე უარია სამწუხაროდ გავებზადეთ სიჩუმე. ავედი. კოკოს ველოდებით 3 სიჩუმე. 3 2 1 კატია, განახე, მე მგონი კლასნი იყო, ეხლა სლოუში ვნახე. რას მოელოდე მეორე სეზონში, რა გინდა რომ იყოს დაახლოებით რა? მეორე სეზონი მინდა რომ იყოს ბევრად უფრო ისეთი რა. ანუ საშუალებები და შესაძლებლობები ბევრი რო ქონდეს, არა მარტო მსახიობებს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით. აი რეჟისორს და ოპერატორს ისე გაკეთებაც უნდათ. აი მის გაკეთების საშუალება რომ მიეცეთ. აი ეს მინდა პირველ რიგში. დანარჩენს რაღაცებს მოვახერხებთ მე ჩვენ რა. სპეცეფექტები და ასე შემდეგ, რაც ჭირდება ამ ჟანრს და აუცილებელი არის ჩემი აზრით რა. ჯერ წარმომიდგენია რომ ვიღაცა გამოჩნდება კეთილი ადამიანი, რომელიც მოგხედავს ან ადამიანები და რაღაცა ყურადღებას მოგვაქცევს ან ფინანსურად ან ახლა ამ სერიალს რავი ჩემი მე ნებისმიერი ადამიანი შეატყობდა რომ ძალიან ისეა
და ის ხელმომჭირნეთ ვიყავით და ვერ ვქენით ის, რაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. და შეუძლია ამ სერიალს, რომ ძალიან ისეთი ვრცელი იყოს და უფრო ღრმა იყოს და უფრო ხარისხიანი. თუ გულისხმობ, რომ სპეცეფექტი იქნება თუ რაღაც ვამპირი რო ხარ, რაღაცა ძარღვი უნდა, რაღაცა ცოტა მოგდიოდეს და რაღაცა კბილი უნდა გეზდებოდეს და ამას უნდა შესაბამისი ადამიანები და პატარა ფული. ხო და ეგ თუ ყველაფერი იქნა, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სხერპლად შევწიროთ პაკო, თუნდაც. თავისი პამპერსით. რატომაც არა? ან ტრაქში გავუკეთოთ. აუ, ეს უნდა გამოვიდეს ძალიან კარგი რა მეორე სეზონი, ეს პირველი მაინც ცდელობა იყო, პირველი 6 სერია და ესაც გამოვიდა, რაც მთავარია. ეს 6 სერია რა მთლიანობაში აეწყო ფილმი რა, ანუ აიკინძა რა. ხო და ბევრი რამე დეტალია, აგერ ბეგალამაც ილაპარაკა, დეტალები ძალიან ბევრი, ანუ ფინანსები, იმის ფინანსები, რომ რაღაცა ტექნიკურად გამართული რა, ყველა კამერა, ყველაფერი რაღაცები აქვს, ბიჭები გლიჯავენ, აგერ ოპერატორები, ყველა რაღაცები. მაგრამ თლიანობაში იმის ფინანსი არ არის, რომ იქ წახვიდე რაღაც დაამონტაჟო, იქ რაღაც ეფექტი დაადო, მაგის ფინანსები არა გვაქვს და ეხი თქვენი თვალები სჭირივე ხალხო, ბიზნესმენებო, დედას მაგონი. დედას პიცა ვარ, აი მართლა გეუბნები, დაგვაფინანსეთ ხალხო, უფრო უკეთეს რაღაცებს დავდებთ. თან ესეთი სერიალი ვამპირებზე და ეგეთი რაღაცები არ ყოფილა საქართველოში. პირველია და იქნებ რაღაცნაირად მოგვეცით საშუალება, რომ წავიდეთ რა ჩვენს. იცი რა? მე მგონია რომ მაყურებელს უფრო დიდი მოლოდინი აქვს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო აბსოლუტურად ყველას, ვინც გვიყურებს, გვალეში ყოფს, ხო, გულშემატკივრობს. ძალიან დიდი მადლობა, აი ყველა იმ ადამიანს, ბევრი ადამიანი მიხვდება ქალაქში ხანსა და ახალგაზრდები და ძალიან მიხარია თუ მოსწონთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. და მგონია რომ მოლოდინები მათ უფრო აქვს ჩვენს მიმართ, რომ აი უფრო ყოველ შემთხვევაში რასაც რომ საუბრობთ, სულ აქვს სურვილი რომ რაღაცა უფრო კარგი გავაკეთოთ და მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად თუ გადავიღებთ უფრო კარგს ვიდრე პირველ სეზონს. თორიკე ხან იღებდა, მერე უცბად კამერას მიაგდებდა თავის მონში იღებდა კამერა, მერე ხმას იწერდა, მერე უცბად მე ვიღებდი ეს განათებას აყენებდა, მერე უცბად ვიცვლებოდით ხმას ვიწერდით, განათებას ვაყენებდი და ვიღაცა იღებდა. ვერ მოგიკვდა შემიდა. ვიღაცა რო იღებს. პროსტა გამლელი რო იღებს. ოპა. შემდეგი სეზონის მოლოდინი პირველ რიგში ის მაქვს, რომ აი ხარა პრობლემებზე ვილაპარაკეთ, ეს პრობლემები მინიმალურზე უნდა დავიყვანოთ ზუსტად იცი. იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი მე მგონი მე-6 სერიაზე წამოვიდა იმაზე, რომ ანუ ამაზე დაბალი ხარისხი არ უნდა გაკეთდეს რა. ერთი ეგ ვიცი და ვიზუალურად ისეთი უნდა გქონდეს მაგარი. ამისთვის საჭირო არის ტექნიკურად გამართვა. პირველ რიგში. ეგ არის. მასია ეგ. და ანუ იმის მჯერა რომ აი ბოლოს ვიღაცები რომ იღვიძებენ, მეც ვერ გავიგე ისინი ვინ იღვიძებენ, მე არ გადამიღია ეგ კადრი. იმიტომ რომ მე ვამონტაჟებდი, სამონტაჟოში ვიჭექი და ვიღაცებმა გაიღვიძეს და რაღაცა მეორე სეზონში ეგენი ცოტა აპასნი ხალხი არის. ეგ უკვე მე ვიცი ეგ ამბე. ხო და ძალიან რაღაცა ხალხო, ძალიან მაგარი ამბავი. ის ვიღაცები რომ იღვიძებენ. ხო გეგონათ რომ უბრალოდ ვიღაცები დგებიან. შალვას მარლენის პერსონაჟს გამორჩა ერთი ფრაზა. თავარი ფრაზა გამორჩა რა. რომ ვლად რო კვდება, ვლადს ეუბნება რომ ძალიან დიდი ბოდიშიო, მე ბევრი სიბოროტე დავტოვე ამ ქალაქში, რაც შენი მოსაგვარებელი იქნებაო და მე უნდა მომკვდარიყო და რადგან იყო დილის 8 საათი. ხო და რადგან იყო დილის 5 საათი ყველას გაგუმაზა. ხო, დილის 8, ხო, ანუ ეგ იყო დავიწყეთ 8-ზე საღამოს და ხო, დილის 8 იყო და მაგის გამო გავუმაზეთ ყველა მეგ და სამონტაჟოში აღმოვაჩინეთ რომ ეგ ფრაზა არ გვაქვს. მაგიტო იყო ცოტა გაუგებარი ვიღაცები რომ დგებოდნენ. არა უჩვენს, გავამართლებთ მაგას. ხო, გიო, მე შენ გელაპარაკეთ ჩემი პატარა გულის ტკივილზე. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა ჩემს ირგვლივ, ძალიან.
ხო, ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდა ჩემს ირგვლივ. ვინც უყურებს YouTube-ს რა იმ ადამიანებზე ვლაპარაკობ და ვისაც ქართული სერიალები აინტერესებს რა შენ. აუ ბიჭო, ისო წოველებიო ნახეო, სისხლის წოველები რა მაგარი სერიალიო. ტიტრში ვწერი ვარ მეორე მე. როგორც საახლობლოზე და სამეგობროზე ვლაპარაკობ, იცი? აი სპეციალურად არ მქონდა ნათქვამი, რომ ესე ვიღებთ რაღაცა მაინტერესებდა. კინოდან არ გამოვდივარ ისე, სიმართლე გითხრათ, რომ ტიტრი სანამ ბოლომდე არავა, ალბათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც იმუშავა რა. მართლა მეორე ვწერი ვარ. ტიტრის რომ თავდება სერია, ყველა სერიაში დიდად დავწერეთ ჯების სახელი. თან ბევრ რაღაცას ვაკეთებ. ანუ მონტაჟს ვაკეთებ, პოსტის პროდიუსერი ვარ, ოპერატორი ვარ. აი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს მართლა ხალხო, აი ზუსტად 50 წუთისთვის თუ 20 წუთი იქნება თუ რაც იქნება, რაც თქვენ მოგწონთ, ამისთვის ხალხი ძალიან ბევრ შრომობს და უბრალოდ პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვინც შრომობს და YouTube-ს ანალიტიქსით ჩანს, რომ იქიდან არავინ აღარ უყურებს და იმასაც შეხედეთ ხოლმე. ზოგჯერ იქნებ შეიძლება თქვენი ბიძაშვილი იყოს რეჟისორი. ან თქვენ ხართ და ან თქვენ ხარ და არიცით. ანუ აი ეს მეგზუნოთ აქედან და აქ დავიმუშავე. ხო, ეგრე. This is great. ხელით გადავიღებ მირჩენია აქ შტატებს ვერ ჩავდო. უკვე სექტემბერია. მალე ვიწყებთ და დასიამკები გვაქვს დარჩენილი რაღაცა სცენების, ეხლა ვართ ქალაქის თეატრში კოკოსთან. უნდა ნელ-ნელა დავიწყოთ. ამაზე. სხვა ამბავია. სხვა არხია. ვაფშე სხვა არხია, სხვა სერიალია, სხვა YouTube-ია, აერია. ჩემი კრაზავიცა ვიდა? აი, არტისტკა. მოვიდა ქალი არტისტკა. შეგედაცვლა. აი, მომავალი ქალი არტისტკა. შევიც ემზადებიან. ველოდები ტორიკას დიშვილს. შენ წამოდი. არა, აი ეს უბრალოდ ჩვენ ეს აქედან აქედან აი რო წამოდი აქედან. აჰა. და ოზაში და შენ აქედან წამოდი. მუშაობს საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფი გიორგი არიანი. შენ აქედან წამოდი, აი აქ დაგიდი, შენ მოდი აი ცენტრში. და ეხლა წამოდი წინ. ან მივხვდით რა შეგიძლია? რა, როგორ მოვიდა? დავდიგი, აქ დავდიგი. გავებზადოთ. აი წავიდეთ აბა. 3 2 1 მუსიკა. თარეპეცია გავაკეთოთ? კიდე ხო იქნება სხვა სერიებში ეს კაცი. კი, კაცო. მე მაგარი რაღაცები უნდა იმასთან ერთად. ერთ-ერთი ფრაზები გავს, ხო? პიძას რო გავს, ბაზარი არა. აბა ჩამახედე ერთი. რა კურსინები? მაგათ უყვარს პიცა თორე მაგას აპატიებ და. ო, ეგ არა, კომპიუტერის საქმე შვება. წავიდეს უკან გაზიკი. გავემზადეთ 3 2 1 მიმდინარეობს დასიამკები. ამჯერად ჩვენი არტისტკარი არა ქურთუბაძე. აკეთ მუნდი. ისევ მოსული ვართ ვინტაჟში. და ერთი თვის მერე ვიღებ სცენას, იმიტომ რომ ესა გვაქვს დასიამკა. კახა. ურწყავს? მოკიდა გაიყვანა.
ნობა დავდები და ქალების აღარესის. ბედი დერაგებათა, აგიდა გახტრი ნახოთ. ხრელი არ დამიტოვებია თავის დროზე. თქვენ კიდე ყურადღებასაც არ მაქცევთ. 2 1 იცი რა, ეგ რო გამართლდეს, მოუმატე ხმას. გაჩუმება რო გამართლდეს, მიხვდი, მატირე, მაკიულე რაღაცა და მესამე ძალიან კიდე რო გაგაჩუმოს რა. მატირე, მაკიულე, ადამიანს კატია, შაბშოთი კომანდი ყავს? შტატივი არ გუჭის. უბრალოდ დაგვეზარა. შოთია მან დიდგა ეს თუ უფრო შორს? კარგია, მაგრამ ძალიან დიდი პრახოდი უწევს შავიას რა. შოთი, წადი იქით. გადასაღებ მოედანზე რო არ მოგებს, არ შეიძლებოდა? ისები ქენი. ისები. ნოდიანი შარდისუნი. რა, გვერდადებით მე-6 სერიის დაწყება არის დღეს. რეალურად მაგრად ვაგვიანებთ, ყველა პანიკაშია, ამის მერე კიდე თეატრშია გადაღებები. ეს არის მე-6 სერიის პირველი გადასაღები წუთები. ყველა ბოზი მოვტევა ძალიან მალე. როგორ აძვა? არ ჩამოვარდე თუ ჩემი ძმა. так. არ ჩატყდეს, შუაში არ დადგე, წიგნებში არ ჩამოვარდე. ვლადიმერს. და სოთაშორის ზეგლადი. სულ ახლახას აქანა იყო. ახლა არალი. სდენარი. Кая. Саданари. Кая მომწონს. რაღაც გეშლებას ბატონებო. ვლადი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და როგორც ვიცი საერთოდ ქვეყანა დატოვა. და შეიძლება ვიცოდე რა მოხდა. გადააშვა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა ისე არ გექცევი, რასაც იმსახურებ, შენი ავადმყოფობა. ისე არ გექცევი, როგორც იმსახურებ. როგორ? ისე არ გექცევი, როგორც იმსახურებ. გექცევი, როგორც იმსახურებ, შენი ავადმყოფობა. შალვა. ძალიან მოკლე კაბელებია და ვერაფერს ვერ უზავ. მე გამეცათო. ამას დავდოთ თელედრე. სადაა უსა რა ქვია? PowerPoint-სა. ჭხილები შეიღებე? შიგენაცვალე. ოღონდ კონკრეტში თუ მოხდა იმენა ნატიფნია. გაი არა, ეგრეც არ იქნება ეს. იგი დადიან ჩინებს იგებავენ ეს ახალგაზრდა. ემოა. ვლადი არის ემო ბოდიში. ვამპირი კი არა ემოა პროსტა შემედი არაფერი. შენი უშნოსაფის დანახვა კიდევ ერთხელ. თავს როგორ გწევ? 20 წლის ბიჭივით. მაგ დროს ქვისახოცი აქვს ისრაელ მაგას ანახებთან რა. 20 წლის ბიჭივით. 20 წლის ბიჭივით. მარვე. ო, ეგ არის. ხედავ რომ გაშინებს დასასრული. აი, ხველებები, კაია, შიგადაშიგ ჩაამატე რა.
მაშინებს მარლე. მარლე. მაშინებს ვარ. მაშინებს. მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია. მიწავიყავ და მიწად ვიქცე. აი ეს ფრაზა ცოტა ტვინს მიტყნავს. ათაშორის მეცზე მომხვდა რა. ზალა მოუჯვის ღარბი ბრო. ბიჭო ხო იმიტომ ქენი რომ იმ ეპოქის არის თუ რა. რავი როგორც თუ გიშლის გააჭმევი. როგორც გინდა რა გაროჩე. ტაქსის სცენისტის მზადება ვაკო რაღაცას აკეთებს. პირას წოველები უკან არიან. ჯითუ გვესტუმრა ჯითუ არის მძღოლი ტაქსის უკან ანახი გაქვს. ტარება არ ვიცი. ტარება იცის, გულს ხე, პრავა არ აქვს. მაგრამ დაუსახლებელ ადგილებში ვატარებთ არ ნერვიულად. ტორიკას მანქანაა დღეს ტაქსის ამპლუაში. თუ გადაგჭირდა. არა, იცის ტარება. ხო იცი, კაცო, ტარება. გული არ გამიხეთქო. კაცში არ ამბობს ფაქტად რომ არტოვებს იცი ხო ტარება? არა, როგორ? ტარება ხო იცი უეჭველი. უეჭველი. აძინაციც ვატარებდი ხოლმე, რა ვიცი. გესმის ტორიკ, აძინაციც თუ ატარებდა ამას დედას მოუტყნავს. აძინაციც ვატარებდი. ავტომატიკაა, ხო? ავტომატიკა. დააწეპე უკვე? ტორიკას თვალები ნეკროპნად. მართლა არის ტარება. იცი. პრავა რა აქვს. ჩამორთმეულია? არც ქონია. ჩემნაირო. არიღარ. მეორე მანქანა მესამე ბოქსია და იქ გადადის. კარგად გაიწია. პლეიბექი მოგეტანა გადაღებაზეც მოვა ამე გეკ. ნამუსი. კარგია. ხო არ გცივა ებ. არა, ჯერ არა და მე ვნახო. სულ რაღაც 8 სცენაა კიდე. ო მაგ ვლოგებს დებ მე. არა, making of-ის ფილმია ცალკე და დაიდება მალე. აია. კარგი, ხო, დაჯექი, გადამაღები. შეხო შემიცი. მაო, ხო. ფოკუსი გონი ვარ მე აუ ეს სხვა რაღაცას ვახმე ხალხად. დაიკიდე, მივაბათ ეგრევე ქათის გარეშე, მივაბათ. გავემზადეთ 3 2 1 მონში ადგილები არ არის. ქვემოთ ვარ ეხა სარდაფში ჩამოსული, აქაც აუსია. თქვენ მე ფოკუსნიკი ხო არ გონიათ, დავაჩინო ადგილები თუ რა ვქნა. არ ჯანდაბახტია ამ ქალაქში. ზემოთ, რაც და ქვემოთ ადგილები საუსია. 3 2 1 კატ ხდებოდა სანამ ციკლი არ დასრულდებოდა. ციკლი არ დასრულდებოდა. შენი და შენი მორჩილთა კუპოები გამოვიტანე. და ამ წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილზე გადამქონდა. ფიც დადებულებს თქვენთვის რო არ მოექოთ. პარალელურად ვარჩევდი ჩვენ საქმიანობას. და ველოდი იმ დღეს, როდესაც ციკლი არა, კვადროციკლი კიდე. ციკლი დასრულდებოდა და შენთან ლაპარაკს შევძლებდი. და აი შენ აქ ხარ. თუმცა მეგონა გაგიხარდებოდა ძველი მეგობრის დანახვა. და აი შენც აქ ხარ, ხო ხდები? და აი შენც თუმცა არ დაგიმალაო, რა რაღაცა სტრანად იქცევიო. თუმცა მეგონა გაგიხარდებოდა ძველი მეგობრის დანახვა. ჩემი თვალები ძველ მეგობარს ხედავენ. ამას შეიძლება მეპარება, თუმცა მთელი სხეული გრძნობა, რომ შენ მარლენი არა. საინტერესო დილემაა რა ვლად. ენდოგუს თუ თვალს. всё, აქ ჩება სცენა? მე ხა ეს არის შეხედე რამდენი უღირსი და მე განათება ზუსტად იგივეს დავასვავმე რა. ეგ გაცილებით უფრო ადვილი არის, ვიდრე შენ გადამიღო კონტრასტში და რაღაცაში
ვა, შანსიც არ არის მაგიტასმა რა. თოკო შენ ხო გაიგე რაც უნდა მე ვიცი უკვე რაც. არა, ამას ესმის. ხო და ეხ კიდე უფრო დეტალურად იმას ამას ესმის, ანუ მე იდიოტი გამომიყვანეს ეგრე. არა, იდიოტი. როგორ არა, ვაღიარებ, ვარ. მეგობრებო, მოკლედ დღეს სერიალის ბოლო გადასაღები დღე არის რეალურად. სახურავზე სცენას ვიღებთ და აი ეს ოქრო კაცი, ვისაც ხედავ, თორნიკეს რო ელაპარაკება, ეს არის დავით ჭაბაშვილი. ეს არის ჩემი პირველი რეჟისორი. გოგონა გარეუბნიდა, ვისაც გახსოვთ სერიალი, იყო ჭაბას სერიალი, ანუ რეჟისორი იყო, მისი პირველი ნაბიჯები იყო და ჩემი პირველი ნაბიჯებიც იყო. გავიდა წლები და ჭაბა არის საუკეთესო CGI სპეციალისტი საქართველოში, შესაბამისად CGI-ს აქ ეფექტებს გვიკეთებს ჭაბა და აი მაგას გადიან ახლა. ვაფშე აღარ დაგანახებ, უკან შემილია იმას, რა ქვია, პერსონაჟს, რომელიც იფარფლება, იმიტომ რომ მაგას უეჭველი ხელით გადავიღებ სამხრეთი რა და სულ სატრეკი გეყოლება უკანა ტიპი, რომელიც იფერფლება ამასობაში. გრიმი გააქვს ხო ყველაფერი? მართლა აღარ გახსოვს? შეთვალები არ გაგჭირ. არა, ჯერ ფმა არ ვარ. კაი, მართლა არ გახსოვს? უკვე მე-9 დუბლია. არა სხვა გზა არა გვაქვს, გენაცვალოთ ჩემი თავი. თქვენთვის შრომობთ, თქვენ გენაცვალოთ ჟორა ბიძია. დავაი, გავემზადეთ. გავიწყდებათ და პაუზაა, მან ჩემი დიდი. მართლა არ გახსოვს, მან ვერ გავიგე წენა. ბიჭო, აქ ვაფშე არ მესმის. მაგრამ არი ეგრე არ იკითხებოდა რომ რამე რა. დავაი, გავემზადეთ. თქვენი ცით და თქვენმა ხელოვნება. აბა გეემზადენით ახლა. Так, თოკო შეგვიძლია? 3 2 ამეთიშა პლეიბექი. გამია. აი კიდევ просто ჩამოხტობა გადავიღო. ჩამოხტეს და ცოტა ეგ შენ პოზა გაუკეთე რა. აი თვათ როგორ პოზაში დგას, იმ პოზაში მე. არა, არ ვერი. ანუ რას გავაკეთებინე? გავდა ერთი ნაბიჯი გააკეთოს, რომ სწორი იყოს ამის. ეგ მაინც უნდა გადაიღოთ და მაინც უნდა გადაიღოთ. მაგას ვერაც. დახტა და გააკეთა. იმიტომ რომ მოდის, იმიტომ რომ თუ ჩამოხტა, უნდა მოვიდეს. ხო. შალიკოზის ბრმა, საწყალი. ესე იქნება მთელი რამე საწყალი. მოგიყვები, კაი ღამე იყო, მე განახებ ამ. დაჟე ბიჭო, სიგარა აი ამის წითელსაც ვერ ვხედავ. არა, საჭირო, ხო გახსოვს სადაც არის. ჩემი გმირი არტისტი ნახე სად დაჭდა ბიჭო, მოაჯირზე მე-16-ეს მოაჯირზე ზის ჩემი. ნელაში ჩემა, ნელა მოიცა. მეზობლიდან მომახეკინებ შენ. არა ხალხო არ გავწირი აგერ აივანია თუ რომ მე აქ ჩავარდება ეგრეც არ გავგიჟებულ ვარ. ამბირები დაფრინავენ? ჯეჯი ნახე ეხლა დები. წევს ამაზე დაყოდება და გიკანკალებს. რაღაცაა აი ნახე ეხლა იცი რატო გიკანკალებდა? წინ ტოვებდი და დახრას თუ აქეთ გააკეთებ ესე ეგრევე წამოდგები. ამას თუ იზავ, კანკალს დაიწყებს. ანუ ესე ხო? წონასწორობა კონდეს წინ. გეგონება ოპერაციას უკეთებენ თვალის უჩენ. ჩამოიხედა ქვემოწარი. ერა? დირი ხარ. ჭაირაზე იმაშობა ეს თვითონ. ამხელა თვალია, შეხდე 4 ლინზა დაეტევაჩი. ამოძრავე. გიკვირს, ყველაფერი გიკვირს, თვითონ აფასებს ამყარებს. ამას გავუში. ერთი გა. ეს გადააქცე. არა მიქცეთ. თვალი აქვს ტაშტი. წეჭი ვირო 4 ლინზა დაეტევა ერთი აფთი, ხელა თვალი ბიჭო. იზარი ჩაუდო არაფერი არ ჩა. ენა გრძნობიარე ქუთუთოები. ჩვენ დიდი მამრები. თქვენ დიდი მამრებს გრძნობიარე ქუთუთოები. გადავაქციო. დალია. გავუში ერთი ამ შეითითები გაწიე ერთი. ამინაცე მოდი.
აკეთ გონო თიშა სიკვდილე სიგარეტი და განათლება გამიგია ერთად. წეგან ლიფტში ეწეოდა ტორნიკე სად არის? აში არ ჩაგაქო რომ. მე-13 სართულზე გამოვიდა. აიცა გამეკცა ამის ქუთუთო ცელკი ყავს. ამოძრავე ისევ გიკვირს. უიდე და. არა, კიდე კარგად ამოძრავე. ეგ არის. აი მეორე თავში? ციცივეთი დავიწყეთ სერიალი და ციცივეთი თავდება ბუდიშვე. ერთი წელი ავიღებ აბა. სათხარ, გავემზადეთ? ეწამი ტრანსფორმერი რაღაც საკეთებს. სული რამეს. არა, ხო არ კილტა გვემარიაჟება просто. Так, 3 უფრო მაღალი გრადუსიდან იწყებ. 3 2 1 თუმცა დაგიხოცია უამრავი ფიც დადებული. არა დააგრე, თუმცა დაგიხოცია უამრავი ფიც და აი ეგ არის. აი 3 2 1 თუმცა დაგიხოცია უამრავი ფიც დადებული ისე რომ წარბიც არ შეიძლება. ჯობია თავიდან დაიწყოთ რა. ესე ტვინი მოგეტყნებათ. კაი, ქათის garaშე. ქათის garaშე, დავაი, გაემზადეთ. რა სეტყვი მაყურებელს? გვიყურეთ ჩვენ. რაღაც განაცემა არ თავდებოდა ეგრე? ხო. პროფილი თუ რაღაცა გვიყურეთ ჩვენ. და ვეცდები რომ კიდე უფრო გავაღრმაოთ და გავაღრმაოთ ეს როლები და უფრო კარგი რაღაცეები დავდოთ რა დეტალები. გაიგერა თქვა მეორე სეზონში რო აღარ არის ისო აბანო? კვდები? შანსი არა. უწინ სასობო კვდება, ვიდრე მაკოს რამე დაემართება. ჩემს არ მიასვეტყვი. გააგრძელეთ ფილმის ყურება. სვილოცებო. ჩემი საყვარელი ფრაზა. სვილოცებო. აუცილებლად მითხრა ვიღაცა. დამეხმარე შვილოცებო და გამოცედა ჩემი და ორა კაია. მაყურებლებს ვერტყვი იმას, რომ მადლობა გადალებისთვის და იმისთვის, რომ დაგვაფასეთ. ძალიან დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომ კიდე გავაკეთოთ, იმის მიუხედავად, რომ არაფერი ესე სახსარი არ ქონდა და გვინდოდა ყველას რომ კარგი გამოსულიყო. ყოველ შემთხვევაში მე მინდოდა და ვიცი რომ ყველას უნდა. ამიტომ ვიცი რომ თქვენ გინდათ რომ კარგი გამოვიდეს და ერთად ვიდოთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყურებთ და ძალიან დიდი მადლობა რომ ესე რაღაცა თბილად მიგვიღეთ და ძალიან გვიყვარხართ და იმედი მაქვს რომ ეს ჩვენი ურთიერთობა ესე ვთქვათ გაგრძელდება რა ჩვენ ეკრანიდან თქვენ სავარძლებიდან და ბოლოს არ ვიცი რამდენად გამოვჩნდები და ვინც აქ არ არის სადღიძელოს გავს ხა ვინც აქ არ არის პირველ რიგში შალვა ანთელავას მარლენს უღმესი მადლობა გადაუხადო რომ ესეთი კლასნია მართლა ჩემი ჯგუფელია ჩემი რა სიყრმის მაკაცია და ვიცოდი რომ კარგი არტისტი ხარ მაგრამ უცბელად ვიძახე იმის გამო რომ უბრალოდ გადაკვეთის წერტილი სტუდენტობის მე არ მქონია უკლასნესი ხარ რა და ყველას ვინც ეპიზოდური როლი გააკეთა დაწყებული იუთუბერი არტის მნიშვნელობა არა უღრმესი მადლობა ასევე ტექნიკურ სტაფს ვინც ვასოს ვინც ფერს აკეთებდა გოგიტა ქვია ხო ჯიგარს გივიკო მაპატიე გივიკო რომელმაც უბრალოდ ისეთი ხმები გადაარჩინა რომ ჩემო ძმაო მედალი თუ ჩამოასხეს აუცილებლად პირველი შენ გაჩვიქებ იმიტომ რომ ტიპმა ხანდახან საერთოდ ხმა არ ქონდა და ალაპარაკა კადრები და მოკლედ ბევრი ადამიანი იყო ამ პროექტში ჩართული ყველა თავისებურად გოგა ოსეფაშვილი რომელიც პირველ სერიაზე იყო და იმუშავა ანუ ყველას ძალიან დიდი მადლობა იცოდეთ რომ თუ ეს პროექტი წარმატებულია და ობიექტურად წარმატებულია და ხალხს უყვარს ყველას რაღაცა დამსახურებაა რა და აქ მარტო არტისტების და ჩვენი ნამუშევარი არ არის რა ვინც ახლა დღეს დაინახეთ ეს არის ზუსტად აი ამ ყველა ადამიანის დამსახურება ახლა შეგიძლიათ კითხოთ რაც კი ჟორიკ ბიჭებს ზუსტად ვიცი ახლა ვის რა დიაპაზონი აქვს და რა მონსტრები არიან ესენი თავის საქმეში მაგრამ სამონტაჟოში, როცა ვნახულობდით და მე და გიორგი მასალას, შალვას თემას ვიტყვი რა უცებ რა. ხო. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ დილს გადაიღებ, ეგეთი მე არ მინახავს რა. არც ერთ-ერთში აქვს. ოპა, ლამაზად ხარ. მაინც გოხტავა რა. ერთ-ერთში აქვს ის მოძრაობა. ესეც დაждდება ხო ესე მან. რაც აქვს
პირველ დუბლში. ხო, საოცარი ტაიმინგი. საოცარი ტაიმინგი აქვს. სათვალის მოხსნა თვალის გამოძრავა. ეს არის ხალხო, აი მე როგორც კიდევ ერთხელ გეუბნებთ, აქ ეხა არც ერთი არ ვართ დამწყები რა, ყველას გვიმუშავია. გარეთება დაждდა ერთი კოპატიეთ. ყველას გვიმუშავია უამრავ პროექტზე, მილიონ არტისტთან ერთად მიმუშავია. ანუ იშვიათია რომ მსახიობს ესეთი გრძნობა კონდეს ტაიმინგის. მე პირადად მსგავსი არაფერი არ მაქვს. მე ყოველ დუბლში სხვადასხვანაირად ვაკეთებ. ანუ შალვა ანთელავა წამში, ანუ 900 დუბლი თუ იყო წამში, ყველა მისი მოძრაობა, ყველაფერი ერთხოვოდა. ეს მემონტაჟისთვის ეს არის ღვთის საჩუქარი, ასე რომ შალიკო. არ გიწევს ზენა ადამიანის თითის გამოძრავების, ანუ ორი აზრი არა. ჩვენ როგორ ანუ ორივე პედანტი ვართ მაგ ამბავში, რომ აი თითი გამოძრავა იქ და მოდი ეს დავსვათ, ანუ შალვასთან ეგ არ გიწევს და თან ადამიანმა ითამაშა ბრმად. კი, და ხო, ითამაშა ბრმად, ხალხო, შალვა ანთელავა აგერ ნახავთ კადრებს, აბსოლუტური ბრმა იყო იმ ლინზებს რო უკეთებდით, ან როგორ ვეღადავებთ, მაგასაც ნახულობთ აეროპორტში რო დავტოვეთ, ხელით დავყავდა სედზე. ასე რომ შალიკო, მოკლედ, ბევრი კომპლიმენტები ძალიან მიყვარხარ რა. საუნდტრეკთან დაკავშირებით რა სიტყვა? მე არ შემიძლია არ დავიყვარო. მე არ შემიძლია არ დავიყვარო. ცალკე პლეილისტია საუნდტრეკების. თავიდანვე რომ მოვედი, ჯგუფი ამნეზია თუ არ იცით, ანუ გიორგი, გოგა და ალეკო, ეს არის სამი უნიკალური მუსიკოსი ასევე, რომელსაც აქვს ჯგუფი ამნეზია, ერთადაც გვაქვს ჩვენ ადრე რაღაცა გაკეთებული და უთხარი რომ გეხვეწებით რამე იქნებ მოიფიქროთ რომ ამ პროექტს კონდეს უნიკალური თავისი საუნდტრეკი თქო და რა თქმა უნდა, გენიალური ძირითადი თემა გააძრეს და მე უთხარი რომ ამის ვარიაციები იყო საჭირო. ძალიან მიყვარს ეს საუნდტრეკები, განსაკუთრებით მე-6 სერიის ბოლო საუნდტრეკი, აი ეს როკ ამბავში გადაწყვეტილი ჯეჯი როკლაუს. მე ვთვლი რომ ძალიან დასამახსოვრებელი მუსიკა გააკეთეს, თან არაფრისგან ხალხო, ანუ რესურსი 0 იყო რა, ანუ არაფერი არ მიმიცია, არაფერი რაღაცა 500 ლარია სუდახარჯული და ვიღაცის იქ სახში კლავიშით რაღაცეებით დააკვდნენ და შექმნეს საოცარი კომპოზიცია. ასევე ძირითად თემასთან ერთად ბეგალაც შვილი დათუჩას აქ ბენდი არის, ჯგუფი არის, თრილედ ესე ქვია და გააკეთეს კომპოზიცია ზიზღი, ესე ქვია, ერთ-ერთ სცენაზე, მე-4 კლუბის სცენაზე ადევს, აი შალვა რო ჩამოდის, ძალიან მაგარი საუნდტრეკი. ასევე დაქსონამ გააკეთა ჩემმა მეგობარმა ზაანდერსკი ისეთი კლუბური ამბავი. მოკლედ, ყველას მადლობა, ვინც ეს გააცოცხლეთ, იმიტომ რომ მუსიკა უდიდესი კომპონენტი არის ესეთ შემოქმედებაში რა, ემოციის გამოსაწვევი. პირველ რიგში ნუ ამ ლომების დამსახურება, ცალკე თუ გინდათ გადმოწეროთ, პლეილისტებში შედით და იქ არის ეს მუსიკები. და ასევე არტლისტს ძალიან დიდი მადლობა რომ არსებობ, იმიტომ რომ შენგანაც კომპოზიციები ავიღეთ, ეს არის ვინც არის პლატფორმა, სადაც რა ვიცი, ყიდულობ რაღაცეებს რა. შენთვის რა იყო ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი? ყველაზე ცუდი ჩემთვის იყო რომ დამეჯერებინა თქვენთვის უпроსტად ახსნა რა, მე არ ვარ რეჟისორი, მე არანაირი განათლება არ გამაჩნია და როგორც არტისტი ვცდილობდი რაღაცეები თუ რამე თქვენ თვლით რომ ვერ გააკეთეთ, თქვენ თვლით, მე არ გეთანხმებით. ეგ არის ჩემი ბრალი, იმიტომ რომ მე ვერ შევძელი საკმარისად, იმიტომ რომ არ მაქვს არც ცოდნა მაგდენი რეჟისორული, ისე ამეხსნა ალბათ როგორც სიტყვაზე თქვენ ხართ მიჩვეული რა, დიდ რეჟისორებთან და კარგ რეჟისორებთან. ამისთვის მე მაპატიეთ, მაგრამ მე ვცდილობდი როგორც არტისტის პრიზმიდან დანახული ეს ყველაფერი თქვენამდე მომეტანა და თავიდან მქონდა ის რომ თვალებში ვხედავდი რომ არ მყოფნი და არც ნიჭი, არც ლექსიკონი, არც გამოცდილება, რომ ის რაც შიგნით მიტრიალებდა და როგორც ვხედავდი თქვენ პერსონაჟებს, მარტივად ამეხსნა თქვენთვის. საბოლოო ჯამში ყველა მივედით იქ რაც მე მინდოდა და უკეთესიცაა. მაგრამ ყველაზე რთული ჩემთვის იყო სამაგიდოები, რომ თუნდაც ზაიობნიკი ჯეჯისთვის ამეხსნა, რომ ხო ხვდები, კარგია რა და ამეხსნა, რომ კარგი მონოლოგია და არა უშავს, ყველა ვჭედავთ ხოლმე და ეგ იყო ჩემთვის ყველაზე რთული. მეტნაკლებად ეხლა ვიღაცამ უცებ დაიჭირეთ პონტი, ვიღაცამ ესე, მაგრამ ჩემთვის იყო ჩემი ფაქტორი, რომ რატო ვერ უხსნი ისე როგორც მინდა რომ აუხსნა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეგეც დაალაგდა რა, ანუ ნახევარი სიტყვით რო უკვე გვესმოდა ერთმანეთის, თავიდან იყო ყველაზე რთული ეგ. თორე ის ბუხარი და ჭვარტლი და რაღაცები ეგ ტექნიკური ამბავი ნახვია, არ არის პრობლემა რა. შენ როგორ ხედავ მომავალს აბა ამ სერიალის? წავიდა წუწუნი. მომავალი, მე ვთვლი რომ გეფიცებით ამას, იმიტომ არ ვიძახი რომ იხლა რა. მართლა ვთვლი რომ აბსოლუტურად ყველანაირი პოტენციალი აქვს ამ სერიალს, რომ დიდი სერიალი გახდეს. არა მასშტაბით, არამედ
ადგილით რა ადგილს დაიმკვიდრებს რა ზოგადად არა მარტო YouTube-ში, სერიალებში. პირველი სეზონი ეს არის ექსპერიმენტი, სუხას უსვამ ორლარად გადაღებული და ყველაზე დიდ პოტენციალს გრძნობ, რომ მართლა ძალიან მაგარი რაღაცეების კეთება შეგვიძლია. აქამდე ეს თუ იყო იმედი, რომ შეგვიძლია, ეხლა ატვეჩაივა, რომ შეგვიძლია საოცარი სეზონი დავდოთ მეორე, კიდევ უკეთესი მესამე და კულმინაცია ფილმი გაკეთდეს ისეთი, რომ თვალსრემლი მოედინოს აი ესეთი ამბავი. ერთადერთი რაც გვაჩერებს არის ფინანსები. სხვა დანარჩენი ისეთ განცხადებაც რო დავდე იქაც აღნიშნე, ყველაფრისთვის ვზად ვართ. ამის გამოცდილებაც დაგროვდა უკვე, ტექნიკური რესურსიც მეტნაკლებად ესეთი რეალური არის, კამერას დაიმატეთ თუ ვიზას გამოცვლი ესეთი ამბავია. აგერა, უნივერსალი ხალხი. ხო და სხვა ის რომ ეს პროექტი გაკეთდეს, ხელი შემშელი ფაქტორი ჩემთვის არ არსებობს რა. მართლა არ არსებობს ეგეთი რაღაც. всё, გავიდე ბოლოში, დავარეზუმი რომ. გას უსურვებდი, მაყურებელს უსურვებდი რომ თუ თქვენ თვლით, რომ გინდათ ნახოთ ეს პროექტი, როგორ გრძელდება, მე გისურვებთ, რომ ეს აგიხდეთ. მართლა. თქვენ კიდევ ერთხელ ყველას გეტყვით, რომ მინიმუმ სულ არაფერი არ მოხდეს, რას ძალიან ჯერა რომ ეგრე არ იქნება, არაფერი არ მოხდეს. ყველას თქვენ უღრმესი მადლობა, რომ მე ამიხდინეთ ერთ-ერთი ოცნება ძალიან ისეთი სიტყვა არის, მაგრამ ну, მოდი მაგ ჟანრში გავიყვან კალიბრში რა. თქვენ გააკეთეთ ის ჩემთვის, რაც ბევრს ნიშნავს და მთელი ცხოვრება ეს იქნება ჩემში დალექილი რა, რომ მე თქვენი რაღაც პონჩი ვალიმაკ. კარგი გაგებით გულისხმობ ამას რა. იმიტომ რომ ჩემი ზაიობი, ჩემი ხოში, ჩემი მუღამი, ძმაკაცობის ხათრით, იმის ხათრით, ამის ხათრით, სანამ თქვენს მოიწამლებოდით, თქვენ მე გამისწორეთ. ამიტომ უღრმესი მადლობა ყველას და ეს მარტო ამ ხალხს არ ეხება რა. ყველა ადამიანს ვინც იქ იყო რაღაცა ძმაკაცობით და ხათრებით და ასე შემდეგ და ყველას უღრმესი მადლობა. და რავი, იმედი მაქვს, პროცესი არ გაჩერებულა, შეხვედრები მიდი სპონსორებთან. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება, თებერვალში გვინდა დავიწყოთ გადაღებები ახალი სეზონის და სადღაც 1 ივნის ზაფხულის 1 დღეს დავდოთ მეორე სეზონის პირველი სერია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი იქნება. მადლობა, რომ არმია გაიჩითა, არ ველოდი. მე ცოტა უფრო სკეპტიკურად უყურებდი რაღაცებს გულში, ალბათ მინდოდა რომ ესეთ შედეგი ყოფილიყო, მაგრამ ცოტა უფრო სკეპტიკურად და შიშით უყურებდი. მადლობა, რომ ესე მიიღეთ ეს პროდუქტი, მადლობა, რომ ესე შეგიყვარდათ. უამრავი რაღაც ხდება, მომდის მესიჯი ქუჩაში, მოკლედ. უღრმესი მადლობა, ვინც ოდნავ რაღაცა სითბო დააგროვეთ ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ შვილივით მიყვართ, აი ყველაფერი ესაა, ეხლა რასაც მოგაკეთებთ, მართლა რაღაცა შვილივით მიყვარს რა. კარგი, ეს იყო making of-ი, ჩემო კარგებო. იმედია ისიამოვნეთ, ნახეთ როგორ ვიღებდით, როგორ წვალობდით, როგორ ქმნიდით ამას თქვენთვის და მე მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. არის გეგმები რომ მანამდე არხი არ გაჩერდეს, რაღაცა დღეს ვლაპარაკობთ, რაღაცა კონცეფციები არის, არა სერიალი, სხვა კონტენტის, მაგაზეც მოვიფიქრებთ. всё, ეს არის. უღრმესი მადლობა, დონაციების თემაზეც მინდა ვთქვა, თავიდან განცხადება რომ გავაჟღერეთ სერიამ რომ დააგვიანა, ამ მოთმინებისთვისაც მადლობა რა, რომ სერია რომ გაგვემაზა და ასე შემდეგ, გაგვემაზა რა მონტაჟზე იყო. გაჟღერდა იდეა რომ დადეთ ანგარიში, რომ ჩვენც რაღაცა დაგეხმაროთ, ანგარიში დავდეთ და რაღაცა ჩარიცხვებიც უკვე რაღაცეები გაკეთებულია. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ ვიძახი. აღწერაში ეხაც განვათავსებ ამ ლინკს. ეს არის KISA არის ესეთი რაღაც საკაიფო ქართული პლატფორმა, იმის ლინკი არის რაღაცა ვიღაცა იმიგრანტებმაც მომწერს რომ სხვა ვალუტისთვის დადეო, ანგარიში მოკლედ ყველაფერი არის. წინასწარ უღრმესი მადლობა გვერდში დგომისათვის. მე შრომას არ დავაკლებ რომ ბევრი სპონსორი და ესეთი მსუქე სპონსორები გავაძლო და მალე დავიწყოთ. ჩემი არხის გემოთი და გემშვიდობები ტრადიციულად სულ ყველას გაკოცეთ. 3 ურალამაზიცა არის 2 1 ისეთი ვიუშნახა როგორც
ადრე. ჩემო მეგობარო. არ ენერვეულო. ყველაფერს გამოვასწორებთ, წამოდექი. საკმარისია. დაასრულე. ჩემი სიცოცხლეზე სასწრაფო. ყველაფერს გამოვასწორებთ. ჯერგვიანი არ არის. შემოხვიდე. აღარ მინდა. ჩემთვის ისიც საკმარისია. კიდევ ერთხელ რომ გნახე. ჩემო ადამიანი. მინდა ისეთი დაგინახო სამყარო, როგორცაც მე გხედავ. გაემზადეთ. მეცახმები ჩართულია. 3 2 1 გახედე პირველ სხივს. აურა თესლა დააჭდა ბიჭო. იგი ჩახედილი გქონდეს და ახედე და მე ჩამოხედე ისე. გადაებას კადრი. ახედე. ჩამოხედე. საინტერესო სამუშაო ჩასრულებაში. იყავი შალეს. სამ საათამდე იყოს, რომ კარგად ზენიტში ამოვიდეს. აი ასე გავედით სერიალის თითქმის ბოლოში. დილის 8:20-ია.